მშვიდობის ვაგრძელებთ ჩვენ შეხვედრებს ბოროტების ეთიკეტის შესახებ ლექცია გვაქვს და რიგით მეხუთე ლექცია გვაქვს დღეს. გოეთე და მისი მარადიული ფაუსტია და ფაუსტის შესახებ. ბოლანდი მის ამ ყველაზე კულმინაციურ ნაწარმოებში, რომელსაც ის მთელი სიცოცხლე წერდა და დააკვირდებით და გამოიკვლევთ, აღმოაჩენთ, რომ შესავალი სულ ბოლოს დაწერა. ფაუსტი ისეთი ნაწარმოებია, რომ მრავალწახნაგოვანია თვითონ ავტორებით და მრავალმხრივი არის. ძირითადი თემები რო ჩავთვალოთ, რა შედის ამ ნაწარმოებში. ადამიანის მისწრაფება იდეალებზე და უსასრულო განვითარება. ალეგორია ადამიანური კულტურისა და ისტორიის, შრომის როლი შემოქმედებაში და მარადილობაში. სულის გამარჯვება ბოლანდზე, იგივე ეშმაკზე. ქალური საწყისი და გადარჩენა ბოლოს აქვს ეს თემა, რომ ქალური მარადიული საწყისი აუცილებლად სოტერიოლოგიურიებისთვის გადარჩენადი არის ფაუსტის ნაწარმოებში. თვითონ ცალმხრივად გოეთეს ფაუსტის განხილვაც შეუძლებელია, იმდენად მრავალმხრივ რაღაცას მოიცავს, ფსიქოლოგიას მოიცავს, მისტიკას მოიცავს, მაგიასაც მოიცავს, ეპოქაში მოძრაობის შესაძლებლობას მოიცავს, პიროვნების წარსულში, აწმყოშიც, მომავალშიც და იმ გმირებსაც ხვდება, ვინც თვითონ აინტერესებს. სასიყვარულო რომანსაც კი ახორციელებს იმ ქალბატონთან, რომელიც მისთვის სილამაზის იდეალია და მთელს ლიტერატურაში ელენასთან. საერთოდ არ არის საიდუმლო, რომ ევროპის და დასავლეთ ცივილიზაციის სამი შემადგენელი ნაწილი ამას კლასიკურად ყველა სპიკერი გეტყვით, ვინც ამაზე ისაუბრებს. პირველი ეს არის რომაული სამართალი, შეიძლება ქრონოლოგიურადაც არ ვთქვათ. პირველი უფრო ბერძნული ფილოსოფია, მეორე რომაული სამართალი თუ ქრონოლოგიით გავყოლით და მესამე ქრისტიანობა. ამ სამმა დგენელმა შექმნა ევროპის ცივილიზაცია და დასავლეთის ცივილიზაცია დღეს. მისი გამოყენება თავისი გვერდითი მოვლენებით ხდებოდა ევროპაში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გავლენა დღესაც არის და პრაქტიკული განხორციელება ბერძნული ფილოსოფიის, რომაული სამართლის და ქრისტიანობის თავისებური ინტერპრეტაციით, რა თქმა უნდა, სადაც ადამიანი დადგა ცენტრში, ეს არის დასავლეთის ცივილიზაცია. განსხვავება ის არის შუა საუკუნის მოდელსა და დღევანდელ დასავლეთს შორის, შუა საუკუნეებში თეოცენტრული არის მსოფლმხედველობა და ეს სამივე მდგენელი არსებობს, ხოლო თანამედროვე დასავლურ სამყაროში ანთროპოცენტრული მოდელი არის, ადამიანია ცენტრში და მის გარშემო ტრიალებს ფილოსოფიაც, სამართალიც და რელიგიაც და ყველა მეცნიერება ადამიანს უნდა ემსახურებოდეს. უნდა ითქვას სამართლიანობისთვის, რომ სეკულარულ სამყაროში ღმერთი განდევნილია თავისებურად ნებისმიერ სეკულარულ სამყაროში. ამიტომ თეოლოგიური სამყაროსთვის თეოცენტრული მსოფლმხედველობა არის სწორი. მე ამ პროფესიას ვეკუთვნი და ვერ გავეკიცი აქაც ამ სათვალეებს. და თვითონ გოეთეც კარგად ეკვევა თეოლოგიაში, მერე ჩვენ ნახავთ ამას. სამი შესავალით იწყება გოეთეს ფაუსტი. არსებობს ლირიული მიძღვნა, სადაც ის ამაოებას დასტირის თუ ღაღადებს უბრალოდ ამაობის შესახებ, ყოფითი ცხოვრების განაწყენებული არის და მეტი
მეორე ასპექტი არის თეატრალური შესწავლილი, ის ხელოვნებაზე საუბრობს იქ და ხელოვნება რას უნდა ემსახურებოდეს ამის შესახებ დიალოგი არის და მესამე კიდე ზეციური პროლოგი, აი თეოლოგიური ასპექტი შემოდის სანაძლეო უფალსა და მეფისტოფელს შორის. მარადიულობის პერსპექტივა. ბევრი გოეთეს მკვლევარი ამბობს, რომ მან ეს ბოლოს დაწერა ეს სამივე შესავალი. საერთოდ ნაწარმოები როგორ იწერება და ნებისმიერი ტექსტი როგორ იწერება, როდესაც თქვენ მას კითხულობთ. პირველ რიგში შინაარსი იწერება. ანუ მთავარი ნაწილი. მერე იწერება ეპილოგი და სულ ბოლოს იწერება შესავალი. ანუ ტექნიკური თვალსაზრისით. რატომ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავიაზროთ. მე ყველა ნაწარმოებს ასე რომ შეხედავთ, ადვილია ამ სათვალით ცუდომა ტექსტის, იმიტომ რომ შინაარს როცა წერს მწერალი ჯერ არ იცის სადმივა. ამიტომ შესავალში რომ დაკპირდეს რის გაკეთებას აპირებს, ბოლოს უნდა დაწეროს შესავალი. და ნებისმიერ სპიჩშიც ეგრე არის, თუ ვინმე საუბრობს, შესავალში კპირდება რის თქმას აპირებს, მერე შინაარს კითხვის და ბოლოს ეპილოგს, მაგრამ დაწერის ტექსტის დაწერის შემთხვევაში ჯერ შინაარსი იწერება, ბოლო ეპილოგი იწერება და მერე შესავალი იწერება. ინსტრუმენტი, რა ინსტრუმენტებს იყენებს გოეთე, ეს ცოტა ამაზე ვისაუბროთ, რომ ჩავწუდეთ, იმიტომ რომ იმდენად მრავალმხრივი და გადატვირთულია, აი ამ ტექსტს რო კითხულობ, ეხლა სამწუხაროდ გერმანული არ ვიცი და ვერ ვკითხულობ, არ ვიცი გერმანულად რა სიამოვნება იქნება ამის წაკითხვა. იმდენად იმ დროისთვის ეხლა მე-18-19 საუკუნეში ხო ფლობს ამხელა ინფორმაციას, არ ვიცი ეს არის ChatGPT ერთის მხრივ იმ დროისთვის და მეორეს მხრივ აი ეს პირადი გააზრებაც მისი ამ ყველაფრის. ეს ინფორმაციას უბრალოდ კი არ გაყრის იმ პერსონაჟებში, პერსონიფიკაციას აკეთებს, აცოცხლებს და აი დახუნძლულ ტექსტს გაწვდის, განპირობებული არის ეს ყველაფერი. ფილოსოფოსები, ფილოსოფია, სათნოებები განპირობებულობას აკეთებს ამ ტექსტში და ალაპარაკებს მათ და ხვდები, რომ ეს ავტორი იმდენად სიღრმისეულად და მრავალი კუთხით უყურებს ამას, რომ ამ ტექსტს აკითხულობ, პირველ რიგში შენს სივიწროეს გძნობ, იმხელა იმდენად დიდი არის ინტელექტით გოეთი. იგივე შეიძლება ითქვას ტოლსტოის იმ საუკუნეში, რომელსაც წერს, იმხელა ერუდიციას იჩენს ტექსტებში, რომ თან ტექსტი როგორი აქვს. წერს თითქმის უნაკლო გრამატიკული. დოსტოევსკი არა, დოსტოევსკი თავისი ასე ვთქვათ. ძალიან ბუნებრივად აჩვენებს პერსონაჟებს და უფრო საზიზღარადაც კი წარმოაჩენს. ეს თვისება აქვს, რომ რეალობაში ჩაგზიროს და რეალობაში გოეთეს ყველაფერი აქვს. იდეალურიც აქვს, რეალურიც აქვს და საზიზღარე პერსონაჟებიც ყავს. ერთ-ერთი ლიტერატურათმცოდნე არის დიმიტრი პიკოვი და საინტერესო მიდგომას წამოწევს, მისი მოგონილი არ არის ეს, მაგრამ რამდენიმე შრეს გვთავაზობს ნაწარმოების წაკითხვისას. პირველი ეს არის ყოფითი შრე, ქმედება მიმდინარეობს ყოფითში. მეორე არისტოკრატია და ეს უმაღლესი საზოგადოება, რომელშიც ხელისუფლება ფალნით შედიან მეცნიერები და ყველა უმაღლესი საზოგადოება. მესამე მისტიური შრე, ანუ რომელიც მატერიალურსა და ამ რეალობას ცდება. აი გოეთეს სამივე აქვს. პროფესორი არის ეს ფაუსტი ჩვეულებრივი და
და იქ მერე შემოდის მობეზდება მასაც პროფესორობა და დოქტორობა და ამას ვიტყვით. და ინტერესდება მიღმიერით და იდეალობით. ამისთვის მზად არის, რომ დადოს ხელშეკრულება ვოლანდთან. მეფისტოფელსთან იგივე ორივე არის ნახსენები ფაუსტში და ბულგაკოვი, რომელზეც შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრებთ, აშკარად აქედან არის შთაგონებული და მისი ციტატაც კი, რომელსაც ფაუსტს ეკუთვნის, როცა ეცნობა ფაუსტს კი არა, მეფისტოფელს ეკუთვნის, როცა ეცნობა ფაუსტს, ვინ ახარო ის, როცა ეკითხება. ფაუსტია და გრძელდება ბულგაკოვთან. ოღონდ გრძელდება მისი პიროვნული გააზრებით, პიროვნული მოწოდებით, პიროვნული შეფუთვით, საკუთარი საბჭოთა კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც იხჩობა თვითონ ბულგაკოვი და მისთვის სივიწროვეა ეს ყველაფერი. შეიძლება ვთქვათ, რომ ბულგაკოვი არის გოეთე საბჭოთა კავშირში. მისი მემკვიდრე. როგორ იწყება ეს ხელშეკრულება, ასე ვთქვათ, ამაზე სანამ ვიტყვით, მინდა რომ რა ილეთი აქვს კიდე მთავარი გამოყენებული გოეთეს. შუა საუკუნეების თეატრის სახეობის გავლენა გოეთეზე გადაყავს მკითხველი მე-16 საუკუნეში, მაგრამ რას იყენებს, აი თეატრის შესავალი რატო აქვს? იყენებს ორი ტიპის თეატრი არსებობდა შუა საუკუნეებში. მისტერია, სადაც ბიბლიური სიუჟეტები და თეოლოგიური სიუჟეტების განპირობნება ხდებოდა და მეორე მორალიტე, სათნოებების პერსონალიზაცია, იმედი, რწმენა, სიყვარული. გოეთეს ეს ორივე თეატრის სახეობა გამოყენებული აქვს როგორც უარყოფითი თვისებების განპირობებისას და პერსონაჟებისას, ასევე დადებითის დროსაც. აშკარად ძალიან ღრმად ერკვევა ამ ორი ტიპის თეატრში მორალიტე, რომელიც მორალი თვითონ სიტყვა დანიშნულებაა, რომ მორალი წარმოაჩინოს და მისტერია ბიბლიური სიუჟეტების თეატრალიზაცია. ამ მისტერიის თეატრალიზაციას კარგად იყენებდა იოჰანე ტეტცელი, რომელიც მე-16 საუკუნეში ცხოვრობდა გერმანიაში. და დგამდა ხოლმე ჯოჯოხეთის სცენებს და ამით აშინებდა ხალხს, აგროვებდა დიდძალ ხარკს, ფულს და მთელი ინდულგენციები ჰქონდა მას რა ცოდვისთვის რა იყო გადასახადი, არა მარტო ახლანდელი ცოდვი, არამედ მომავალი ცოდვის საფასურით წინსწრებით შეგეძლო გადაგეხადა და ზუსტად ამის შემსწრე გახდა მარტინ ლუთერი და მაშინ იყო რომ ყელში ამოვიდა და შინაგანი რეფორმას ცადა და გამოვიდა რეფორმატორული მიმდინარეობა, მაგრამ ეს ცალკე ისტორია, ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ რელიგიის კურსში, რომ ლუთერს საერთოდ არ ჰქონდა მიზანი ცალკე რამის ჩამოყალიბების, მაგრამ უნებრივად გამოვიდა ისე, რომ ჩამოყალიბდა ლუთერანიზმი. ამ ორივე თეატრის გამოყენებაში ძალიან მკაფიოდ იკვეთება გოეთესთან ცოდვის პერსონალიზაცია, საზრუნავის პერსონალიზაცია, საჭიროების პერსონალიზაცია, მანკიერების პერსონალიზაცია და ეს მთლიან ნაწარმოებში წარმოჩენილი. თავარი მერე პერსონაჟებს ცალ-ცალკე შევეხები, რა თქმა უნდა. მაგრამ პირველი მთავარი რაც მინდა რომ აი ეს ღმერთისა და მეფისტოფელის დიალოგი. რა ხდება ჯერ იქამდე, სანამ შესთავაზებს მეფისტოფელი ფაუსტს ხელშეკრულებას. პირველი მეფისტოფელმა ყურადღება უნდა გადაატანინოს ფაუსტს, მთავარისგან არა მთავარზე. ფაუსტი გაორებულია. ერთის ხრივ მას აქვს ყველაფერი მიწიერი, მას აქვს ყველა ხარისხი, აქ ეს ძალიან ბიოგრაფიული და ნიშანდობლივია, იმიტომ რომ გოეთეს ზუსტად ესეთი პიროვნებაა, რომელიც კარგად ერკვევა მედიცინაში, კარგად ერკვევა ფილოსოფიაში, 6 თუ 7 ენა იცის
ის არის იზრდება იურისტის ოჯახში, იურისპრუდენციაც კარგად, დოქტორია იურისპრუდენციის, დოქტორია რამდენიმე ხარისხი აქვს და ამასთან ერთად უაღრესად დიდი მკითხველი და არ ვიცი, ალბათ იმ დროისთვის ევროპაში საპირწონე ინტელექტი, არ ვიცი ვინ შეიძლება დავასახელოთ, შეიძლება იყვნენ, მაგრამ აშკარად ყველას ჩრდილავს. აი ამდენად მრავალმხრივი არის. მეფისტოფელის დავალება ამოცანა ის არის, რომ გადაატანინოს ყურადღება არა მთავარს და ღმერთი ეუბნება, რომ ვერ შეძლებს მეფისტოფელი. ღმერთი მიიჩნევს, რომ ადამიანის გაორება ავითარებს ადამიანს და ოპტიმისტურად უყურებს ადამიანის მომავალს. ეს გოეთესთან რა თქმა უნდა. არ უნდა შევხედოთ ამ ნაწარმოებს დოგმატურად, იმიტომ რომ გოეთე არ ჯდება დოგმატიკაში ის მისთვის ალიანსი არსებობს, მაგრამ ამ ალიანსში მაინც საბოლოო სიტყვა და დასაწყისი სიტყვაც ღმერთს ეკუთვნის, იმიტომ ფაუსტი მიუხედავად ყველა ცოდვებისა საბოლოოდ მაინც სამოთხეში აღმოჩნდება და ვნახავთ. მეფისტოფელი ნიძლავს თავაზობს ღმერთს. ღმერთი ნებას რთავს ფაუსტის გამოცდას მეფისტოფელს. გოეთეს სიუჟეტის ალუზია იობის წიგნზე გადავდივართ. აი ბიბლია რატო არის წიგნთა წიგნი? იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება მოიძებნოს ისეთი დიდი ნაწარმოები, დიდი ტექსტი, რომელზეც გავლენა არ ექნება ბიბლიას. როგორ ინტერპრეტაციას უკეთებს რომელი მწერალი, სხვა საკითხი, მაგრამ გავლენა არსებობს. თვით გოეთეც ძალიან კარგად ორიგინალში კითხულობდა სხვათა შორის მის ტექსტს და მე ჩვენ ნახავთ მის ეგზეგეზას იოანეს სახარების ერთის ერთზე, ფაუსტის ეგზეგეზას, რომელიც გავლენას ახდენს ფაუსტის პირად გადაწყვეტილებაზე და ამ დევიზით მიდის. აი როგორც განმარტავს იოანეს ერთის ერთს, თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. აი როგორც განმარტავს ამას და როგორც გადათარგმნის, ზუსტად იმ დევიზით ცხოვრობს ფაუსტი თავის თელს ამ მოგზაურობაში და ანუ ეს რაზე მეტყველებს, რომ ინტერპრეტაცია, ტექსტის ინტერპრეტაცია გავლენას ახდენს შენს გადაწყვეტილებაზე და მოძრაობაზე. იმდენად კარგი ტექსტია, რომ ერთი რაღაცა მინდა ამოვიკითხოთ, აი ამ სცენაში რა, როგორც როდესაც მეფისტოფელი და ღმერთი საუბრობენ. უფალო, აქ გამოჩენა თუ მოგინდეს თამამად მოდი, მეფისტოფელს ეუბნება, ანუ ვოლანს. მტრობას არასდროს აღმიზრავდა შენ დართა შფოთი. თქვენი დასიდან უარმყოფელ მაქსულთა წრიდან, თუ ვიტან ვინმეს ჭკუა მახვილ ცოღლუტებს ვიტან. კაცი იმ წამსვე ძაბუნდება თუ მოისვენა. დაკოსტება და ცონარებას ხავსით იმკობა, ამიტომ არის თანამგზავრთა მიყვარს მიჩენა. დრო და დრო ცოტა შეაფხიზლოს მათმა ჭინკობა. თქვენ კი ღვთისშვილნო, შემოსილნო სიკეთით ყოვლით, მშვენიერებით განიმსჭვალეთ, უხვით და ცხოვლით, რაც ყოფადია წინ მოსწრაფე, დღემუდამ ქმედი, გარე მოისხით სიყვარულით, მოივლეთ ზღვარად, ხანგრძლივი მზერა მიაპყრით ქრობაც და მედინს, ხანგრძლივი ფიქრით აზიარეთ ყოვარს და მარადს. მეფისტოფელი რას ამბობს უფალზე. მიყვარს შემოვლა ბერიკაცთან და საუბარი, გულს დამაკლდება მუდამ ასე თუ არ გასტანა, ვერაფერს იტყვი, ზის ამხელა მამა უფალია, და კაცურ სიტყვას ლაპარაკობს თვით ეშმაკთანაც. არ ვიცი ახლა
ეს გერმანულად როგორ ჟღერს, მაგრამ ძალიან მაგარი უნდა იყოს. ღმერთი და მეფისტოფელი იძლავდებიან და მეფისტოფელი ამოქმედდება და უდელის სახით მოევლინება პირველად დოქტორ ფაუსტს. და ჰენრიხ ფაუსტი ხელშეკრულებას გრავს მეფისტოფელთან, მაგრამ საინტერესოა თავისი თავზე რას ამბობს ფაუსტი და რამ მდგომარეობაში ეს რო ვნახოთ, მისი ტექსტი საკუთარ თავზე ძალიან ნიშანდობლივი არის ესეც. რა დონის განათლება აქვს ახლა დოქტორ ფაუსტს. ფილოსოფიას შევწირე წლები, დავშვერ სამართლით და მედიცინით, ანუ ფილოსოფიის დოქტორია, იურისპრუდენციის დოქტორია, მედიცინაც მაგრად იცის. ღვთისმეტყველების საბმულში ძვები, დავდგავარ ახლა სიმწრით ვიცინი. რა ბრიყვიც ვიყავ, დავჩი იმადვე. მის ხალი ჭკუა ვერ შევიმატ. მაგისტრიც მქვია, დოქტორიც მქვია, დამოწაფენი, წყდიად და წყდიად დამყავს, აწლობით ცინა და უკმო, ვაგლა უგზოზე, ხეტება ვუქმო, არ ძალუც მოგდავს, რისიმე ცოდნა. გასიბდა გულის ხეული მოდნა, კი მაინც ჯობ ვარ გავსილებს ბაქით, დოქტორ მაგისტრებს ხუც აქიმ ვაქილთ, არ მემართება ვაი და ვიში, ჯოჯოხეთის და ეშმაკის შიშით. და ბოლოს თავი მაგიას ვამდე, სულთა კარნახით და შემწეობით, ვინძლო იდუმალ ცოდნას ვწეოდი, რომ სიბწრით ოფლით ტანჯული სახით, კვლავ აღარავის მოძღვრავდე ჩმახით. ერთი მხრივ ცინიკურია, მეორე მხრივ ძალიან სიღრმისეული. ყველა განათლება, რაც კი შესაძლოა იყო მის დროისთვის აქვს, არაფერი არ აკლია, პატივდებული კაცია, მაგრამ არ არის კმაყოფილი. უნდა რომ მიღმიერს მისწვდეს, უნდა რომ ცხოვრებისას ჩასწვდეს. მას ყავს მოწაფე ვაგნერი, რომელიც ძალიან კარგი მეცნიერია, მაგრამ ვაგნერი არის ეს ზუსტად თავის მეცნიერებით კმაყოფილი, აი ამ რაციოთი და მათ დიალოგშიც ჩანს, რომ ფაუსტი ეუბნება, რომ სხვა არის ეს არის ძალიან ემპირიული, ეს არის ძალიან ჰორიზონტალური და ფაუსტს აინტერესებს ვერტიკალური. თუნდაც შეცდეს, თუნდაც დაეცეს იმ სიმაღლიდან, რომელზეც იმყოფება, ინტელექტუალური, ფილოსოფიური, თეოლოგიური, იურისპრუდენციული თუ მორალური კატეგორიებიდან თუნდაც დაეცეს, ფაუსტს უნდა რომ იგემოს მეტაფიზიკური, იგემოს მიღმიერი და თქვას, რომ ყველაფერი მცადე და მივედი ყოფიერების არსს ჩავწვდი რაღაც დონეზე მაინც. გოეთე ფაუსტის მეშვეობით დასცინის ადამიანურ შესაძლებლობებზე კმაყოფილ და შეყვარებულ პროფესორებს და დასცინის ძალიან უმაღლეს დონეზე მამხილებელიც არის, გამომხნევებელიც არის მისი ტექსტი და დამაფიქრებელიც ერთდროულად. პირველ ეტაპზე ახლა ყოფით ვითარებაში იწყება ეს ყველაფერი, გრეტხენი მოეწონება დოქტორ ფაუსტს, ეძლევა ჩვეულებრივ მაწველკაცურ სურვილს. ძალიან ლამაზია ეს გოგონა, ახალგაზრდა, თინეიჯერია, თანეკლესიურია და მართლა მორწმუნეა და მოსწონს ახლა. ფაუსტი ჩაუწყობს ყველაფერს ისე, რომ
მეზობელ ქალს ფაუსტი თვითონ ფაუსტი კი არა და მეფისტოფელი ჩაუწყობს ფაუსტს ყველაფერს ისე ფაუსტი გრეთხენთან შეხვედრას ახერხებს და მის შეცდენას ის დაორსულდება დედას რაღაც წამალს დაალევინებს მისივე რჩევით და დედა კვდება ამ წამლის მეშვეობით მერე გრეთხენი იგივე მარგარეტე აღმოჩნდება ციხეში და სიკვდილით ასრულებს იქამდე ბავშვსაც ინფილტრაციდი ბავშვთან ყველობითაც ესეც არის აქ ბავშვის მოკლა როგორც ადამიანის ასე ვთქვათ ცოდვითი გამოვლინების ყველა ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო ასპექტი ესეც ემართება ვის გრეთხენს რომელიც უაღრესად მორწმუნე გოგონაა და მას კაცი არ ყოლია სანამ დოქტორ ფაუსტი არ შეაცნეს. ვნებებს ეძლევა დოქტორ ფაუსტი ამაში მეფისტოფელი ეხმარება ძმასაც კი მოუკლავს გრეთხენს ვალენტინს რომელიც თავისი დის ღირსების დაცვას ცდილობს და აქ გოეთე აჩვენებს რომ ადამიანის ვნებები რომელიც ყოველ საკუთარ თავზეა ორიენტირებული ირგვლივ ყველას და ყველაფერს აზიანებს და ის ვინც გონია რომ უყვარს და ძალიან უნდა იმასაც ანადგურებს საბოლოოდ როგორც ბუმერანგისეული უკან მოგვნება აქეთაც ანადგურებს ამ ადამიანს მერე აი სტანჯავს მას ეს ბედნიერებას არ ანიჭებს მაგრამ ვერც იმ გზას ვერ პოულობს რომ ეს მოიშვებს გრეთხენი შემთხვევით კლავს დედას ის გამიზნულად მას გონია რომ უბრალოდ დააძინებს დედას მაგრამ ქართულად რო იტყვიან შემოაკვდება ფაუსტის და მეფისტოფელის მოტყუებით ერთი გადახედვით ეს არის რაღაც ესეთი ყოფითი ასპექტი სადაც სრულიად თავის ვნებების იმ პროფესორის მდგომარეობაში ამას ვეაკეთებს და აქეთ რო ხელშეკრულებას დადებს უნდა რომ ეს გამოცდილებაც მიიღოს და ამხელა გადოქტორებული, გაფილოსოფოსებული, გამაგისტრებული იურისპრუდენციის მცოდნე კაცია ესეთ დაბიო რაღაცებს ეძლევა მეფისტოფელის დახმარებით. მთელი ამბავი ის არის რომ ვოლანდს რომელიც იგივე მეფისტოფელის სხვა სახელწოდება და გამოყენებულია ეს პოეტის ნაწარმოებში გონია რომ ამით ფაუსტს ჯოჯოხეთში ჩააყუყუმალავს საბოლოოდ და ეს მიზანსწრაფვა ამოძრავებს ჩვენ პერსონაჟებს ბევრჯერ დაუბრუნდებით იმიტომ რომ ჯერ ასე ვთქვათ მიმოხილვითად მივდივართ და მე სხვა ასპექტებსაც დავუბრუნდებ ვაგნერი ფაუსტის მოწაფეა რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე რომელიც მეცნიერებას არის სრულიად მიცემული ის ქმნის ისეთ არსებას როგორიც არის ჰომუნკულუსი სარგააჩნია სხეულის რა ქვია იმ შუშის ნიჟარას დამოვიწყდა კოლბაში ხო იმყოფება და იქიდან ურთიერთობს ვაგნერთან ასე ვთქვათ და იქიდან ცდილობს რომ როგორმე სხეული შეიძინოს რა არის ეს და ვინ არის ეს ჰომუნკულუსი ვაგნერისთვის რაციო არის ყველაზე მაღალი ადამიანის გონება და შესაძლებლობა და ვაგნერი ალქიმიის მედიცინური შესაძლებლობების და ყველა იმ არსებული მეცნიერების შესაძლებლობით რაც იმ დროისთვის არსებობს ცდილობს შექმნას სიცოცხლე ზენას გარეშე ღმერთის გარეშე და თავის თავს დაუდასტუროს რომ რაციო შეიძლება იყოს ყველაზე მეტი რამ სამყაროში მაგრამ ჰომუნკულუსი საბოლოოდ შეერწყმის
ზღვას და წყალს და იკარგება და ხდება ყველაფერი. აქ ინდუიზმის იდეაც არის მე მგონი შემოპარებული, როდესაც ჰომუნკულუსი სხეულს კი არ პოულობს, არამედ სამყაროს ნაწილად ყოფნით პოვებს თავის იდეალურ გზას. ეს ასპექტიც არის აქ ჩადებული. ჩემი აზრით. ვაგნერი ფაუსტის მოწაფე ჰომუნკულუსი შექმნით აერთიანებს მასში ალქიმიას, ფილოსოფიას, მისტიკას, მეცნიერებას. აი ესეთი საინტერესო ნახევრად ადამიანი პერსონაჟიც გვყავს აქ. და ჰომუნკულუსის იდეა რაღაცნაირად ხელოვნური ინტელექტთან რომ შევადაროთ, აი გამოვიტანოთ თანამედროვე სამყაროში. აი რა დონეზე წინ უსწრებდა ეხლა გოეთე თავის ეპოქას, ხო? მე არ ფიქრობ, რომ ის ხელოვნური ინტელექტზე ფიქრობდა, მაგრამ რაღაცა ეს იდეა აი ამ ვაგნერის პერსონაჟში დევს, რომ ადამიანი შეეცდება და ცდილობს რაციოთი შექმნას ისეთი რამ, რითიც იტყვის, რომ როგორც ბაბილონის გოდოლია შექმნილი ბიბლიურ პრობაში, რომ სახელი უნდა შევიქმნათ ჩვენ და მე გავიფანოთ, ეს არის ბაბილონის გოდოლის იდეის ამბავი. დიდი სახელი უნდა დაემკვიდრო, ანუ თავისი შემოქმედების თითქმის აღმერთების საკითხი. აი აქ ჩანს ჩემი აზრით, რომ ჰომუნკულუსის იდეა გოეთეს ვაგნერის პერსონაჟის შრომის ნაყოფი. სიცოცხლის წყაროს გარეშე. ასევე ეხლა უნდა ვთქვათ ესეთი რამე, რომ ეს დოქტორ ფაუსტი როგორც ყოფით რეალობაში იმ დროისთვის მოძრაობს თავისუფლად და იგმაყოფილებს თავის უნებებს, ასევე ის გადადის ბერძნულ მისტიურ სამყაროში და აქეთ ხო გრეთხემი გაანადგურა ასე. ეხლა მის ფილოსოფია ხო მაგრად იცის და ბერძნული მითოლოგია. ეხლა ელენე იმის იდეალური ამ ფილოსოფიაში არსებული ყველაზე სილამაზის ეტალონი, ჰარმონიის ეტალონი, ან დისჰარმონიისაც იმავდროულად, იმიტომ რომ რა ჰარმონია მოაქვს ელენეს, როცა მის გამო ეს ტროელები და სპარტელები უომობენ, არის აქ ჰარმონია. მაგრამ მისთვის ეს ასეა და გაემგზავრება იმ ეპოქაში, სადაც ელენე არის ყველაზე ლამაზი ქალის იდეალი და შემდგომაც ესე ითვლება. და ის ახერხებს, რომ მენელაოსის ამ მრისხანე მეომრის ცოლთან დაქორწინებას შვილიც კი ეყოლებათ მათ, დამავიწყდა იმ შვილის სახელი. გავიხსენებ მე და კვდება ის შვილიც, ელენე მერე ქრება და ფაუსტი ისევ რეალობასთან რჩება. დაუმაყოფილებელი ბოლო. ანუ საუკეთესო მითოლოგიურ პიროვნებასთან, ულამაზეს ქალთან, ელენესთანაც ამყარებს ურთიერთობას, რომელთანაც ბევრს ჰქონდა ურთიერთობა და აქეთ რეალობაში კიდე მეამით უმძიკლო რელიგიურ ღვთისმოსავ გოგონას შეაცდენს და არც ერთი არ არის ბედნიერი, არც ელენა, არც თვითონ, არც გრეთხე. ლიტერატურაში არის ესეთი რამ, რომ გმირის განვითარების საფეხურები ხო და აი ბოლოს რა მდგომარეობამდე მივა ფაუსტი, ამას ნახავთ.
ეხლა რა არის ფაუსტის მამოძრავებელი ამაზე მინდა რომ გავამახვილო, აი მისი ეგზეგეზა, რომელმაც განაპირობა ეგზეგეზა ნიშნავს ტექსტის კვლევას. ეგ არის და ეგზეგეზა ტექსტიდან როცა გამოგვაქვს შინაარსიდან. ეგზეგეზა არის, როდესაც ტექსტში შენი შინაარსი შეგვაქვს. ანუ უკაცრავად ამ სიტყვის ის და როდესაც შენს მოსაზრებას ტენი ტექსტში, რომელიც იქ არ იმყოფება. სანამ დაიწყებს მოგზაურობას იმ სამყაროში, რომელზეც ნაწილობრივ ვილაპარაკე და კიდე შევეხებით ამ ყველაფერს, დოქტორ ფაუსტი თავის ოთახში კითხულობს აი ამ ტექსტს, რომელიც ჯერ ბერძნულად წავიკითხო და მე ქართულადაც წავიკითხე. გახსნის დოქტორ ფაუსტი კითხულობს ბერძნულად და კითხულობს იოანეს სახარების პირველ მოხს. ენარხე εν ჰოლოგოს, კაი ჰოლოგოს εν პროსტონ თეო, კაი თეოს εν ჰოლოგოს. ეხლა ქართულად სამთარგმანს შემოგთავაზა. გიორგი მთაწმინდელის თარგმანი. პირველთაგან იყო სიტყვაი და სიტყვა იგი იყო ღვთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი. ზურაბ იგნაძის თარგმანი. თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ეხლა ვაგნერი კი არა და ფაუსტი როგორ თარგმნის ამას. ფიქრობს ფაუსტი და სანამ თავის თარგმანამდე მივა, რაღაც ეტაპებს გადის, მეცნიერია და ფილოსოფიურადაც წონის, თეოლოგიურადაც წონის, რაციონალურადაც წონის, პრაქტიკულადაც წონის და უნდა რომ ისე გადათარგმნოს, რომ იყოს ძალიან სიღრმისეული და ყოვლისმომცველი. თავდაპირველად იყო სიტყვა, მარტო ამ ფრაზაზეა ლაპარაკი. ენარხე εν ჰოლოგოს. პირველად ფიქრობს, რომ თარგმნოს როგორც სიტყვა, მაგრამ ამბობს, ზედმეტად განყენებულია, რას ნიშნავს თავდაპირველად იყო სიტყვა. განყენებულია. მერე ამბობს, რომ ხო არ თარგმნო როგორც გონი, აზრი, ზედმეტად სუბიექტურია. მერე ამბობს, რომ ძალა ახლოსაა მოქმედებასთან. და ბოლოს თარგმნის როგორც ქმედება. გერმანული არ ვიცი, მაგრამ გერმანული ფრაზაც ამოვწერე. იმედოვნებ, რომ სწორად წავიკითხავ თუ არა და შემისწავლოთ. Anfang war die Tat, ესე თარგმნის. პირველთაგან იყო ქმედება. ეხლა ვაგნერის კი რა ვიცემე ვაგნერიც. ფაუსტის თარგმანში რომ თარგმნოთ მთლიანად ეს მოხლი როგორ გამოდის. პირველთაგან იყო ქმედება და ქმედება იყო ღმერთთან და ღმერთი იყო ქმედება. ანუ მოძრაობას, აი სიცოცხლის მოძრაობას ხედავს ღმერთშიც ვაგნერი. უკვე მან კარგად იცის თეოლოგია და კარგად ესმის მას სამების დოქტრინაც ამას არ წარმოაჩენს, მაგრამ ეგ იდეა აქვს აღებული, რომ არსებობს უდროობაში მამას, ძესა და სულიწმინდა შორის ეს დაუსაბამო ურთიერთობა და ბერძნულ ფილოსოფიაში ღმერთი არ არის დინამიური არსება იმ კუთხით, რომ ღმერთში არ არსებობს არაფრის პროგრესი და რეგრესი, მაგრამ გოეთეს ამ იდეაში ფიქრობ დევს ის, რომ ეს შინაგანი მოძრაობა
რომელიც პროგრესს კი არ ანიჭებს ღმერთს, არამედ როგორც დინამიკა და მოქმედება და გაუჩერებელი რამ სიცოცხლის წყარო, ზუსტად ესე თარგმნა ქმედება. და ეხლა უკვე როგორ გადმოგვს ეს ფაუსტს, გოეთეს ფაუსტის მეშვეობით მის მოქმედებაში. ფაუსტს. თავარი არის ქმედება. ამიტომ მე უნდა ვიმოქმედო ყოფით სამყაროში, მე უნდა ვიმოქმედო მეცნიერულ სამყაროში, მე უნდა ვიმოქმედო სულიერ სამყაროში, მე უნდა ვიმოქმედო მითიურ და წარმოსახვით იმ სამყაროში, რომელსაც მინდა მოხვდე და მოხვდები მეფისტოფელის მეშვეობით, მე უნდა ვიმოქმედო ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო. ეს არის დევიზი დოქტორ ფაუსტის. და არა კაბინეტში გამოვიკეტო, როგორც ამდენი დრო შევალიე, როგორც წავიკითხეთ ფილოსოფიას, თეოლოგიას, რომელიცაც ვაგნერმა აირჩია და ვაგნერი დიდი თავკომბალა მეცნიერია და თავის ამ ჰომუნკულუს შეხარის, რომ მაგარი ქმნილება გამოუვიდა. ამიტომ ფაუსტისთვის თავარი არის მოქმედება. უკვე ვთქვი, მაგრამ მთავარი თემები რო გავიმეორებ, განსაკუთრებით მეორე ნაწილში, რომელიც წარმოჩინდება მის ამ ზუსტად მოგზაურობაში და მოგზაურობაში უკვე თავის ფილოსოფიურ ბერძნულ სამყაროში, სადაც ის მრავალ პერსონაჟს ხვდება და ყველაზე ვერც ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა. და საბოლოო იმ მომენტამდე, როცა ის სიკვდილს უახლოვდება და ის სიკვდილის შემდგომაც რომ გრძელდება მისი ეს ქმედება და რა მდგომარეობას აწევს. ადამიანის მისწრაფება იდეალზე და უსასრულო განვითარებას. ალეგორია ადამიანური კულტურისა და ისტორიის, შრომის როლი შემოქმედებაში, სულის გამარჯვება ვოლანტზე, ეშმაკზე. ქალური საწყისი და გადარჩენა, რომ გრეტხენი ბოლოს სამოთხეში მას ეკებება. კონკრეტულად აი ადამიანის მისწრაფება იდეალებზე და უსასრულო განვითარებაზე რას მოიცავს? ადამიანი არის არსება, რომელიც არ კმაყოფილდება რეალობით, სინამდვილით, ესწრაფის უმაღლეს მარადიულს, სრულყოფილს და ვოლანდი მეფისტოფელი ცდილობს, რომ აურიოს ეს გზა. აურიოს ეს გზა ისე, რომ თავისი აკორდებით და თავისი ნოტებით ატაროს. თავისი სიმღერა ამღეროს, თავისი სცენარი შესთავაზოს. და მთავარიც ის არის აქ, რომ მეფისტოფელი როგორ წარუდგება ფაუსტს, როდესაც პირველად ხვდებიან მისი ცნობილი ფრაზა. კარგი ვინახა, ფაუსტი ეკითხება. ვარიმძალის ნაწილი, ერთი დღე დაღამ ბოროტს, რომ იზრახავს და ჩადის კეთილს. ეს წერია ოსტატი და მარგარიტას რომანის დასაწყისში ზუსტად ეს ზევით ეპიგრაფი წერია და მერე იწყება ანუ ცუდის გაკეთება უნდა თითქოს მეფისტოფელი ამბობს, ცუდის გაკეთება მინდა, მაგრამ სიკეთე გამოგდის. რა იდეა არის აქ ჩადებული? მეფისტოფელმა რაც არ უნდა ქნას, აქ პროლოგიდან ზეცაში ვიცით და იობის პროლოგიდან ზეცაში ვიცით, რომელზეც ვისაუბრეთ უკვე. მაინც ღმერთი აკონტროლებს მეფისტოფელს. ხომ არ არის აქედან ის იდეა, რომ რაც ტრადიციულ იუდაიზმში არის დღესდღეობით იდეა, რომ არანაირი ანგელოზებრივი დაცემა არ მომხდარა. და ეს უბრალოდ თავისთავად ესეთი არის ეს სულიერი არსება შექმნილია როგორც ჯალათი და როგორც დამსჯელი ინსტრუმენტი. თუმცა დემონები და ეს უარყოფითი ბოროტი სულების სახელწოდება გოეთისთან არის, ამიტომ ცალსახად ვერ ვიტყვით. მაგრამ აი ეს
რომ ბუნებრივად ასეთი არის ეს ბოროტი ძალა, ეს იუდაიზმის პოზიცია ქრისტიანობაში, ეს დაცემული ძალა. ფაუსტი ეძებს ცხოვრების საზრის არა მხოლოდ მიწიერ სიამოვნებაში, არამედ საზოგადოების სამსახურში, აღმშენებლობაში და სულიერ ზრდაში და წიაღისეულებში. ქმედება. თავდაპირველად იყო ქმედება, ნახეთ, საიდან მოდის მისი ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა ეს არის და რახან სიცოცხლის წყარო არის თავდაპირველად ქმედება. ადამიანიც ქმედებაში უნდა იყოს სულ, მნიშვნელობა არ აქვს რა შეცდომებს დაუშვებს. ფიქრობ ეს არის მთავარი იდეა ფაუსტის. იყავი ქმედებაში და არა სტაგნაციაში. პავლე მოციქულსა აქვს აკითხა ყოფით რეალობაში რომ განაწყენდება და ამ ნებების მსხვერპლი რო გახდება ის ვინც ძალიან უყვარს გრეთხე თვითონაც რწმუნდება ამაში და აწუხებს ეს მე მაგრამ ვერაფერს ვერ გაშვებს მაგრამ მაინც აგრძელებს ქმედებას ისინი რომელთაც გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ რათა ყოველგვარი უწმინდურება ჩაედინონ გაუმაწყრობით. ეფესელთან მიმართ ეპისტოლე 4:9. აი საინტერესო განსაზღვრებას აძლევს პავლე მოციქული. ამ ნებებით ცხოვრებას აქვს ისეთი თვისება, რომ ვერ ძღება ეს ცხოვრება. იმ დონეზე ვერ ძღება, რომ სიყვარული და ბუნება ერევა ერთმანეთში და ანადგურებს იმას, ვინც ვითომ უყვარს. აი ეს ემართება ფაუსტს. ფაუსტის პირველი ნაწილი კი გადადის ხანდახან მისტიურშიც. ვალბურგობის ხამეც არის იქ, როდესაც აქ მოგზაურობს ამ ქაჩთა, ასე ვთქვათ, მეჯლისს ესწრება და იქ ბევრ ადამიანს ხედავს, ბევრ პიროვნებებს ხედავს იქაც. მაგრამ ძირითადად პირველი ნაწილი მაინც მისიას ნებების დაკმაყოფილებაზე. მეორე ნაწილში წამოწეულია უფრო აქცენტობრივად გულისხმობ მთლიანობაში ერთი მთლიანი სულისკვეთებით მიდის ეს ნაწარმოები, მაგრამ მეორე ნაწილში განსაკუთრებით არის მითიურ ან მითოლოგიურ განზომილებაში ყოფნა და მოგზაურობა მისი. ანუ წარსულში, მაგრამ მას უნდა იმ თავის იდეალებს და იმ პიროვნებებსაც შეხვდეს და იქაც დაარწმუნდეს, რომ იქაც იმოქმედოს. იქაც კი იმდენს იმოქმედებს, რომ ელენაზე ქორწინდება. აი ეს საინტერესოა. ალეგორიული განზომილებაც, როდესაც იქ ბოროტი ვნებები არის განპირობებული და ასევე სათნოებებიც არის განპირობებული. ისტორიულ-კულტურული განზომილებაც, როგორც ბერძნული ფილოსოფია დიდი გავლენის მომხდები. აიქაც უნდა რომ შეიჭრას და რეალურად შეეხოს იმ ხალხს. და ფსიქოლოგიური განზომილება რა შემდგომარეობს. ის დარწმუნებულია, რომ ქმედითობაში არის ცხოვრების აზრი და უნდა იმოქმედოს ყველგან. ჯოჯოხეთშიც რომ მოხვდეს, იქაც უნდა იმოქმედოს. სამოთხეშიც რომ მოხვდეს, იქაც უნდა იმოქმედოს. ეს არის დოქტორ ფაუსტის იდეალი, რომ მისი მიღწევები მას არასდროს არ აკმაყოფილებს და ეს სამყაროში მისთვის არსებული უკვე ეს ხარისხები, ჯილდოები, პაგონები და მიღწევები რაც აქვს, არაფერი არის, მას უნდა რომ უფრო ამასაც გაცდეს და იმოქმედოს. მას არ უნდა მხოლოდ მისი მოწაფე ვაგნერივით შემახსენეთ იმ შუშის სახელი. კოლბაში აწარმოოს რაღაცა ექსპერიმენტები და ამით დაკმაყოფილდეს. მას უნდა რომ თვითონ გახდეს ყველაფრის ექსპერიმენტის ნაწილი. ჯოჯოხეთიც უნდა რომ თავის თავზე განიცადოს. სამოთხეც, ვნებაც, სათნოებაც, ხალხისთვის სამსახურიც. ყველაფერი რაც კი თეორიულად აქვს შესწავლილი, უნდა რომ ამ ყველაფერში პრაქტიკული შეხება იყოს.
ამისთვის მას მარტო ყოფით ცხოვრებაში არსებობა არ ყოფნის და სჭირდება მეფისტოფელთან კონტრაქტი, ხელშეკრულება, რომ გასცდეს რაციონალურ შესაძლებლობებს და მიღმიერში იმოგზაუროს. რაც თითქმის ჯოჯოხეთში მოხვედრის ფასად უჯდება, მაგრამ ბოლოს ხდება ისეთი რამ, რაზეც ბოლოს ვილაპარაკებთ და ის არ მოხდება ჯოჯოხეთში და თვით მეფისტოფელიც კი გაღიმებული რჩება. და განხილვა მოქმედებათა მიხედვით ცოტა ამასაც შევეხოთ. პირველი მოქმედება ეს საიმპერატორო კარი, ქაღალდის ფული, ელენა, აქ ისტორიული ერწყმის ალეგორიას, იმპერატორის ძალაუფლება, პოლიტიკური კრიზისი, ფინანსური რეფორმა, მაგრამ ყველაფერი წარმოდგენილია როგორც სიმბოლოთა კარნავალი და კომბინაცია. ხა ბიოგრაფიულად რო შევხედოთ, გოეთეს მეცნიერული გზაც გავლილი აქვს. ნაპოლეონსაც კი შეხვდა ის ერთხელ წლებში შეიძლება შევცდე, მაგრამ 1808 წელია ფიქრობ, მაგრამ არ აქვს წლებს მნიშვნელობა. ახალგაზრდა ნაწარმოები რო აქვს, ახალგაზრდა ვერტერის ნება ნაპოლეონმა 7 ჯერ წაიკითხა, ასე უთხრა მას. დიდხანს ისაუბრეს და გოეთემ გააკრიტიკა ნაპოლეონის იმპერიული მისწრაფებები, პირადად უთხრა მას ესეთი კაცი. ეს ნაწარმოები ლიტერატურას შენიშვნებისა და შემდეგ რედაქციაში გოეთემ დაასწორა ნაპოლეონის შენიშვნა, რაც მისცა. არ მახსოვს არ ვიცი რამდენად კომპეტენტური იყო ნაპოლეონი ლიტერატურაში და რამდენად მიიღებდა, მაგრამ მე დისკუსიაში რომ გითხრათ ეგ ძალიან საინტერესო, მე არ მახსოვს ეგ. კი წავიკითხე ბევრი რაღაც, მაგრამ ეგ დეტალი არ მახსოვს. ხო ნაპოლეონი აშკარად ამ ახალგაზრდა ვერტერის ვნებანით ძალიან ეს არის ადამიანი, რომელიც სიყვარულის გამო თავს იკლავს. და ბევრი თავის თვითმკვლელობა განხორციელდა ამ ნაწარმოების პოპულარიზაციის მერე და ზოგ ქალაქში აკრძალულიც კი იყო. ეს არ გამოიკლია რომელ ქალაქში, მაგრამ აკრძალეს იმიტომ, რომ ახალგაზრდა ამ რომანტიკით გატაცებულ გოგონებს და ბიჭებს ჰქონდათ თვითმკვლელობის რეალიზაციის ასეთი დიდი გავლენა ჰქონდა ამ ნაწარმოებს უარყოფითიც. და აკრძალულიც კი იყო ამბობ. სამყარო არარეალურია ყოფით ასპექტში, ეს ჩანს ამ რეტრო მოგზაურობაში. ფაუსტის ეს სასცენო მითია, საზოგადოებასა და ძალაუფლების მდგომარეობის ანარეკლია. სამყარო არის თეატრი, გახსოვთ ხო შექსპირის აზრით. და შექსპირის დიდი გავლენის ქვეშ იყო გოეთეც. ის ორიგინალში კითხულობდა შექსპირს. ამიტომ აქვს ის შესავალშიც თეატრის ხელოვნების ამბავიც, იმიტომ რომ შექსპირი როგორ ელაპარაკება ხალხს ხელოვნებით ამ ტრაგედიებით ხო და თვითონაც კარგი მოწაფეა შექსპირის. ის არ იმეორებს ერთ-ერთში შექსპირს, მაგრამ შექსპირიც ცოცხლდება გოეთეს შემოქმედებაში. ფილოსოფოსიც ცოცხლდება, ფსიქოლოგიც ცოცხლდება, თუმცა ფსიქოლოგია როგორც დარგია არ არსებობს ჯერ, მაგრამ ის წინ უსწრებს თავის ეპოქას, როგორც გენიოსი, ნამდვილად გენიოსი. მრავალწახნაგოვანი თავის შეცდომებით, გვერდითი მოვლენებით, ცუდი გავლენებით, დადებითი გავლენებით, არაპოლარულობით, რაც ჩვევია პრიმიტიულად მოაზროვნე ადამიანს, არამედ სიჭრებით და მრავალწახნაგოვანი მსოფლმხედველობით, სადაც შეიძლება ზოგი ადამიანი დაიკარგოს და ზოგმა ადამიანმა თავით შეიძლება იყოს. გოეთეს სამყარო არ არის შავი და თეთრი, როგორც բոլი გენიოსის სამყარო. ვალპურგობის ღამე მეორე
ნაწილშიც არის როგორც პირველში და იქ მისტიური და მეტაფიზიკური მიღმიერი მოქმედებები მიმდინარეობს. მთელი სცენა მიმდინარეობს სულიერი ფანტასტიკური პროექციით. სიზმრის ზღვარზე, მეცნიერულ ალუზიაზე, ფილოსოფიურ იგავებზე, ეს ასპექტები დახუნძლული არის. და ამ თავარი ნახეთ რა მომენტია. ყოფითში ხოლმე ნება ამოძრავებს, მაგრამ იქაც ნება ამოძრავებს. ელენე უნდა გახდეს მისი ცოლი. ელენა ულამაზესი ქალი. იდეალი სილამაზის, იდეალი სრულყოფილების და ჰარმონიის. რატომ მიაჩნდათ ელენა ჰარმონიად მე ის კიდევ თქვი და მეორე ფილმი. სადაც ის ჩდება ყველგან ქაოსი დაპირისპირება. თვითონ თავის თავზეც ამბობს ელენა ფაუსტის მეორე ტომში, რომ ეს რამჭირსო კაცო მამაკაცებში ისეც რამეს ვიწვეო, რომ სულ ყველაო ჩემსკენ მოისწრაფისო ნებით. ესეთი პერსონაჟია და არა ისიც უნდა რომ იგემოს, ნახეთ, ქმედება. თავდაპირველად იყო ქმედება, ეგზეგეზას აკეთებს და გადმოაქვს თავის ცხოვრებაში. მითიური და სიმბოლური მოქმედების აქტი ელენასთან. მასში ფაუსტი ურთიერთობს მშვენიერ ელენასთან, ხო? მარადიული სილამაზის ალეგორიასთან და ანტიკური სამყაროს ჰარმონიასთან, ან დისჰარმონიასთან იმავდროულად. განზომილება, დროის მიღმა, ბერძნული მითიური, სულის შინაგანი თეატრში. და როდესაც ძვირფასი ფაუსტი გაივლის ყველანაირ მიწიერ გამოცდილებას ერთი 5-10 წუთის და დავამთავრე. გაივლის მითიურ, მისტიურ რეტრო გამოცდილებას, გაივლის ვალპურგობის ღამეშიც. საჯოჯოხეთი ხალხთან შეხვედრასაც მივა დასკვნამდე, რომ მან უნდა შექმნას სამყარო. სამყარო, რომელიც მეტნაკლებად ამ ყველაფერს მოიცავს და ყველა სურვილისთვის შესაძლებლობას მისცემს, რომ შეძლოს იგემოს ქმედითად. მოქმედება, ქმედითობა არის მისთვის ისევ და ისევ დევიზი. უკვე მოხუცია, როდის მოკვდება არ იცის, მაგრამ ამ სამყაროს აშენებას ცდილობს. დაბრუნება გარეგნულ, მატერიალურთან, ისტორიულთან, ქმედებასთან, მაგრამ ისიც გამსჭვალულია სიმბოლიზმით, იგავებით, ღრმა ფილოსოფიური იდეოლოგიით, თუ მსოფლმხედველობით იდეოლოგია პროტესტან მიმართებაში ცოტა ვიწრო ნათქვამია და ალბათ არ უნდა გამომეყენებინა ეს სიტყვა მსოფლმხედველობით. ფაუსტის მიერ შენდება ახალი სამყარო. ეს გარკვეულწილად კოლონიზაციაც არის, უტოპიაც არის და მისწრაფების ტრაგედიაც არის. ქმედითობის ტრაგედიაც არის. და აი აქ შრომის როლი შემოქმედებაში. ფიქრობ ხოლმე მარქსმა აქედან ხო არა იყო ეს შრომის იდეის გამრცობა რამდენად კავშირში და გოეთეს ისეთი გავლენები ქონდა, რომ მე იმან ვიწრო კუთხით განავითარა. რამდენიმე ებრაელიო, რომელიც ამბობენ, რომ დიდი გავლენა მოახდინა. მოსემ თქვა ყველაფერი ჩემი ნათქვამი არ არის ეს ცნობილი ისა. მოსემ თქვა ყველაფერი ღმერთისგან მოდის.
სოლომონმა თქვა ყველაფერი სიგრძნისგან მოდის, ქრისტემ თქვა ყველაფერი გულით მოდის, მარქსმა თქვა ყველაფერი კუჭიდან მოდის და ფროიდმა თქვა ბოდიში ყველაფერი იქიდან მოდის, ანუ სქესობრივი და აინშტაინმა თქვა მეგობრებო ყველაფერი ფარდობითი. ანუ გოეთემ თქვა რომ რაც არ უნდა ხდებოდეს გოეთე არ იყო ებრაელი გერმანელია ეს ვინ ჩამთქვა რომ ყველა ებრაელი გოეთემ თქვა რომ მოქმედება ჯობს უმოქმედობაში ყოფნას და მარცხს მოქმედებაში მომხდარი მარცხისა უკეთესია ვიდრე არამოქმედებაში იგულისხმება ყველანაირი მოქმედება ინტელექტუალური სულიერი რასაც დაარქმევთ არა მნიშვნელობა პიროვნული მოქმედება ასე ვთქვათ იმიტომ რომ პიროვნება ყველაფერს მოიცავს და მასში არ არის დანაწევრებული რაღაც ეს ჩვენ მივეწვით ერთი პუნქტი მე 1-1-1-2-1-3 ამ სქემებით მივდივართ მაგრამ გოეთეს აქვს ეს წესრიგი ძალიან მოზესრიგებული ადამიანია თავის ცხოვრებაში მას ყველა დრო იმდენად აფასებს დროს რომ გაწერილი აქვს და ამაში მამამის დიდი როლი აქვს და დედამის რომ ბავშვობიდან ის გაწვრთნილია ასე ვთქვათ დროის სწორად გამოყენებაში და მისი გენიალური შესაძლებლობები და გერმანული დისციპლინის უმაღლესი მწვერვალი მის ოჯახში დაბადებს ესეთ პიროვნებას როგორც არის გოეთე და ჩილოვანოს. შრომის როლი შემოქმედებაში აქედან დავიწყებ ეს ბოლოს. მეორე ნაწილში ფაუსტში უბრალოდ სიამოვნებას კი არ ეძებს, როგორც პირველ ნაწილში. არამედ ის შემოქმედი, აღმშენებელი, რეფორმატორი ხდება. მას უნდა რომ თავის ქმედებებში რა მარცხიც განიცადა ამის საფუძველზე შესაძლო ისეთი სამყარო შექმნას, სადაც ადამიანი ქმედითობაში გაატარებს დროს. ფაუსტს უნდა ეს. მისი იდეალია გარდაქმნას საზოგადოების ბუნება და ადამიანთა ცხოვრება უკეთესი გახდეს. სულ 5 წუთს და დავასრულებთ და არის დრო რომ ჩაიწეროს, ხო არ ჩდება. ფაუსტში წამოწეული ასევე მისი პიროვნების ცხონების გადარჩენის საკითხი, თეოლოგიური ასპექტი. მოხუცია ბოლოს და სულის გამარჯვება ვოლანდზე ჩანს ამ ფაუსტის ცხოვრების ბოლო მონაკვეთში. მეფისტოფელი ყოველთვის ფაუსტთანაა, ან თითქმის ყოველთვის, მაგრამ ფაუსტის სულიერ ზრდას ვერ აფერხებს, ვერ აჩერებს. ფაუსტს არ აინტერესებს იქნება თუ არა მისი თანამშრომელი მეფისტოფელი, მაინც ქმედითობაში უნდა გაატაროს. ეს არის მოუსვენარი მისი პიროვნების მთავარი მახასიათებელი. ქმედითობა იმის სახელით, ვინც არის მარადიული ქმედით. ეგზეგეზა ხო გახსოვთ? იოანეს ერთის თავდაპირველად იყო ქმედით მისი თარიღი. ფინალი ფაუსტი კვდება და ესმის ნიჩბების ხმა სამ მოგდება და გონია რომ არხზე მუშაობენ იქ წყალი რო დააკავშირონ და არხი უნდა გაითხაროს იმის ხმა ხო არ არისო და ეს ფაუსტი მეფისტოფელი ეუბნება მაგის ხმა კი არაო შენ საფლავს ხარიან აი დაგიხაო რატო უხარია მეფისტოფელს იმიტომ რომ ჯოჯოხეთში უნდა დატყვეს ამ მრავალგზის შედოქტორებული
გამეცნიერებული ყველაფერში ქმედითად გამოცდილი ადამიანის უაღრესად დიდი ინტელექტუალის ჯოჯოხეთში ჩაყოყუმალავებით უნდა ისიამოვნოს მეფისტოფელე რომ იმასთან ვისთანაც მიზლავიდა და ღმერთთან თქვას აი შენი საუკეთესო ინტელექტუალიც კი აი აქ ამოვა კუპრში თუთიყუშის არ იყოს კუპრში მოკვდება ფაუსტიდან დამარხავენ იქ კარგად არის ის აღწერილი და ეხა მისი სულის ხვედრი უნდა გადაწყდეს ელენა ქრება ყველაფრიდან მაგრამ გრეთხენი ისი სული რომელიც ასევე სამოთხეში იმყოფებოდა იქ ბევრი წმინდანი შუამდგომობს რომ გრეთხენი უნდა იყოს სამოთხეში რომ პატარა გოგონა იყო და შეცდა ერთხელ და ისიც უყვარდა და იმიტომ შეცდა და არა იმიტომ რომ ნება დაიყო ზუსტად სიყვარული იმართებს მაინც გრეთხენი შეეგებება ფაუსტს მის სულს და სამოთხეში აღმოჩნდება და მეფისტოფელი გაწბილებული რჩება მიუხედავად იმისა რომ ხელშეკრულებაში ეწერა რომ თუ ამან და ამ სიტყვას იტყოდა ფაუსტი ჯოჯოხეთში უნდა მომხდარიყო და ეს ტექსტი უნდა წავიკითხო და მე ერთ წუთში დავასრულებ და შეკითხვებზე გადავიდეთ. აი ჯერ ამბავი მომდის სარწმუნო ფრიად რომ არს კი არა სამარეს ჭრია და მე ფაუსტის პასუხი ძველთაგან თქმულა ვერ წევი მიზანს სასურველს თუ არ ვიძარებ დღიდან დღემდე თუ არ იურვი თავისუფლებას და სიცოცხლეს ის იმსახურებს ვინც იგი ბრძოლით მოიპოვა ყოველდღიურად და ებრძვის საფრთხეს თუ ცალცალკე თუ დარაზმული ხმაწველი კაციც მოწიფულიც და ხანდაზმულიც ასეთი მინდა რომ ვიხილო ახალი ტომი თავისუფალ მიწაზე მდგომი მაშინ გულავსილი მძლავრი ხმიერი შეყომდი წამო შევძახებდი ხამშვენიერი აი ეს არ უნდა ეთქო შეყომდი წამო არ უნდა ეთქო სულ ქმედებაში ხო უნდა ყოფილიყო საინტერესო ალუზია არის ორმოცდამეხუთე ფსალმთან ვფიქრობ, სადაც წერია რომ გაჩერდით და შეიტყვეთ რომ მე ვარ ღმერთი. მას ხელშეკრულებაში აქვს ფაუსტს მეფისტოფელთან რომ არ უნდა გაჩერდეს. არ უნდა თქვას ეს. არ უნდა დაიხიოს არაფერს. მაგრამ ცხოვრების ბოლოს მიდის იქამდე რომ თურმე გაჩერებაც სიღრმისეული გააზრებისთვის ქმედითობაა ზუსტად. ნახეთ სად მიდის. რა თქმა უნდა ეს ჩემი პირადი გააზრებაა და მე არ ვამბობ რომ უნივერსალური ასე ვთქვათ ინტერპრეტაცია გაუკვეთება ფაუსტს და მარტო ასე და სხვაგვარად არა მაგრამ ზუსტად უნდა გაჩერდეს თუნდაც დრო შენ პიროვნებისთვის და ყველაფერი რომ ის რაც ქმედითობაში გაატარა აი ამ ქმედითობაში ბოლოს თავარი შინაარს აი აქ მარცხდება მეფისტოფელი და აქ იმარჯვებს ღმერთი ფაუსტში აქვსენ ყველა ცოდვა ბრალი შეგვიტკბედა შეგვიდროვე
ხოვეკ სული წყმაწველ ქალის დიდი ტანჯვა შეხვდა რომელს მიხვენდა მეოხექმენ სიყვარულის გამოსცოდა საცთურს დაჰყვა ერთადერთხელ სხვა რამ ცოდვა არ იცოდა არ ამწუხარებით ხვდები მშუქარებით ღიმარი მომაფხარ სახე სული უცხრომელი მიყვარდა რომელიც აწ შვებამოგვრილი ვნახა ეს გრეთხე მიამბობს და ბოლო სტროფი ყოველი წარმავალი არ სოდენ მსგავსება სად იგი მრავალი ერთ არსში თავსდება გაცხადდა ფარული ცის მოვალს დიდება დამარად ქალური ზემიგვეზიდება აქ ღვთისმშობელი წაიღაცენები და მის მეოხებაზეა ეს აგებული ბოლო სტროფი რომ მარად ქალური ზემიგვეზიდება იესო ქრისტე სიტყვის ერთგან სახარებაში რომ როცა წავალ ყველას ჩემსკენ მივიზიდა და ეს იდეაც აქ მარად ქალურ მიზიდულობაში არის წარმოსახული ფიქრობ გოეთესთან ამბობენ რომ სულ ერთი ფრაზა და დავასრულებ ამბობენ რომ ეპილოგი ანუ დასასრული უფრო რთულია ვიდრე პროლოგი და მინდა ამ სიტყვებით დავასრულებ გენიოსი გოეთეს მიერ ფაუსტში მრავალწახნაგოვანი სამყარო ასე არის გადაჯაჭვული გადაკვეთილი ურთიერთგამსჭვალული აღრეული და გენიალურად წარმოჩენილი ორი სიტყვით ჩემ აზრს ვიტყოდი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანზე ჩემი აზრით ამ ნაწარმოებში რომ ავტორზე თვითონ მე ესე ვხედავ რომ ავტორი არის ანუ ეს პროტესტანტული გარემოა პროტესტანტია თვითონ გოეთე და ეს არის ანუ პროტესტანტიზმი ჩემი აზრით დაამთავრა ტიპა ამ ნაწარმოებში ეს არის ტრადიციული ანუ ის საწყისი რაც იყო ქრისტიანობა თუნდაც ჩავთვალოთ სალამ გაიყოფოდა კათოლიციზმი მართლმადიდებლობა ანუ ეს არის ანტიპროტესტანტული ჩემი აზრით ფინალით მე ესე ვხედავ ეს არის იგივე წმინდანები რასაც ანუ არ ცნობს პროტესტანტიზმი ყველაფერია ბოლოს და ეს გარდაცვალების ეს მომენტებიც ესე მიდის მე ესე ვხედავ რომ რა ვიცი პროტესტანტიზმი დაამთავრა მე ესე ვფიქრობ ანუ კაცი აღმოჩნდა რომ არ იყო პროტესტანტი რაც არ უნდა ვილაპარაკოთ რომ ის იყო მრავალმხრივი იმაზე ნუ ეს იყო ბოლოს ესე ამთავრა კონკრეტულად რაში დაამთავრა აი მაგალითად რაში დაამთავრა მთავარი ის რომ გამოჩნდა წმინდანები თუნდაც რასაც არ ცნობს პროტესტანტიზმი ხო არ არის ეს ქალწული მარიამი ბოლოს რომ კათოლიციზმის დაამთავრა და მართლმადიდებლობის იმიტომ რომ უნივერსალურ ანუ გადარჩა ფაუსტი რომელმაც სული მიყიდა ეშმაკს და არ მოუნანიებია მასას ეს სხვა რაღაცა დოგმატურად კი ბატონო თქვი მაგრამ იქნებ არა მონანიება გასაგებია რომ არ ჩანს მაგრამ იქნებ განზრახვა იყო კეთილშობილი და განზრახვის მომენტი იყო მონანიება არ ჩანს რა თქმა უნდა მაგრამ პროტესტანტიზმი რომელიც არ ცნობს არც ეკლესიას არც წმინდანებს და არც ქალწულ მარიამს საერთოდ არაფერს არ ცნობს აღიარებს იმას რაც იყო პირველადი ქრისტიანობა ხო კატაკომბური რო იყო და არც ეკლესია იყო და ნუ არ იყო ეს წმინდანები არა მე თქვენ თქვით და მე გიპასუხებთ ხო ესე ვფიქრობ მე და ბოლოს რომ ეს მარადი ქალწული ხო ეს მარიამ ღვთისმშობელია რომ ეს ევის ვაიბლიში რაც არის ეს მე მგონია რომ მხოლოდ ერთმნიშვნელოვნად არის ღვთისმშობელთან დაკავშირებული რომ მე ესე ვხედავ და რა ვიცი იქ რამდენიმე ქალბატონია ეხლა ნახეთ ღვთისმშობელიც ჩანს ბოლოს მარიამ ეგვიპტელიც არის გრეთხენიც არის იქამდე ელენაც არის საერთოდ გოეთეს როგორც ჩანს ზოგადად ქალები მაგრად ევასებოდა და
ელენა და გრეთხემიც ამიტომ არიან მის ხო, მაგრამ დამთავრება მაგრამ რაღაცა საბოლოოდ, ფინალი და ზემოთ, ანუ ღვთისმშობელი, ასე ვთქვათ, როგორც შუამავალი. იმას არ ვიძახი, რომ იგივე ადამიანსა და მისწრაფება ღმერთს აქვს ღვთისმშობელზე ან დიახ. სხვაზე, მაგრამ ქალი მის წარმოსახვაში აი ეს ქალის მარადიული საწყისი საერთოდ ქრისტიანობაში არ ჯდება. მაშინ დაუმთავრებია კათოლიციზმის და მართლმადიდებლობის. მარადიული საწყისი რატო არ ჯდება ქრისტიანობაში? ქალის მარადიული საწყისი სად არის? ხო, მაგრამ ესე რომ შევხედოთ ღვთისმშობელი როგორც შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის, ესე არ არის? ეგრე ყველა წმინდანი მეოხი არის. თუნდაც მე ის რაღაც რო არის პატერ რაღაცა აღარ მახსოვს სახელები. ხო არა აქვს მნიშვნელობა მაგას ახლა. ყველა ანუ თეოლოგიის ისინი არიან, ხო, ისინი დოქტორები, ხო? თქვენი კითხვაც რომ დააგვირგვინოთ და მე გიპასუხო. ჩემი კითხვა რა ვიცი, აი ამასთან დაკავშირებით ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ეს ევი შვაიბლის რაც არის, აი ქალწულ მარიამთან დაკავშირებით. თუ ქალწული არ უნდა ვიგულისხმოთ და სხვა კუთხით შევხედოთ, რომ ამაზე მოვისმენდით თქვენგან პასუხს და მეორე შეკითხვა ალბათ თქვენ ეხა სხვადასხვა თარგმანებში ეხა სწორად თარგმნებთ თქვენ და ეს უნდა აღნიშნო რომ ეს შეჩერდი წამოს ზოგი ესე თარგმნის და ეს არის შეყონდი წამო. შეყონდი კი კი, აუცილებლად შეყონდი წამოა და ამასთან დაკავშირებით მექნება ესეთი შეკითხვა. გასაგებია ქმედებითი და ამაში ვეთანხმები გოეთეს და ასე მგონია რომ ეს პირდაპირ აღებულია გოეთეს აღებული აქვს გილგამეშიდან. ზუსტად ეს ქმედებაა გილგამეში მთავარი და შემდეგ ეს რომ გაახალგაზრდავების მომენტი გოეთეს ხო გილგამეშმაც უკვდავების ეს ბალახი იპოვა და რომ რაღაცა მოხდა ისე რომ მოკლედ არ გამოიყენა მან ჩათვალა რომ იქ უნდა განებანა რაღაცა და მე უხუცესებზე გამოეცა და თავის ქალაქში და გოეთესთან ეს უფრო ისეთია ჭკვიანურად რომ ეგრევე გამოიყენა ასე ვთქვათ ეგრევე გაახალგაზრდა და ეს მომენტი მან უპირველესად სათავისოდ გამოიყენა და ასე მგონია რომ გილგამეშიანიდან არის ეს უპირველესად აღებული გოეთეს მხრიდან და ქმედება ანუ ეს გასაგებია აქედან ეს თარგმანის იოანეს სახარების ეს მისი მოსაზრება კი ბატონო მაგრამ აი ეს შეყონდი წამო რაც უნდა ქმედებას დაუკავშიროთ აი რაღაცნაირად ამას ვერ ვიგებ აი უბრალოდ ადამიანური კუთხით რატომ ამდენი კაი რაღაცა მოხდა მის ცხოვრებაში ხო გაახალგაზრდავდა პირველი მთავარი შემდეგ ესეთი სიყვარული ეწვია სიბერეში მაგრამ ბოლოს მაინც დაბერდა კი შვილიც არა სხვანაირად დავსვამ შეკითხვას შვილიც შეეძინა ამ ასაკში ხო და შეყონდი წამო მაშინ არ თქვა ანუ ის რაღაცა ესეთი იყო თითქოს არაფერი არ იყო და ბოლოს თქვა რომ როცა დაბრმავდა დაბერდა როცა რაღაც უტოპიაში გადავიდა და რაღაცა უტოპიური ისინი ქონდა ბოლოს რომ აი მაშინ თქვა შეყონდი წამო და აი რაღაცნაირად აი ეს მომენტი რაღაც ვთქვათ ვერ ვიგებ ამას ადამიანური კუთხით ამას ვერ ვიგებ და თუ უფრო ღრმად აგვიხსნით ძალიან საინტერესო იქნებოდა. ორი შეკითხვა გამოიკვეთა პირველი პროტესტანტიზმის დამთავრების შესახებ და მეორე შეყონდი წამო. კი. პირველიდან დავიწყებ. ანუ ესე დოგმატურად მე ვფიქრობ არ გამოდის გოეთეს განხილვა იმ მიზეზით რომ მაგალითად ღვთისმშობელს რაც შეეხება კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის არის განსხვავება ღვთისმშობლის პიროვნების დოგმატთან დაკავშირებით. ამაზე ვილაპარაკე, როცა რელიგიის კურსი იყო, ვინც იყავით, მაგრამ მოკლედ ვიტყვი. კათოლიკეებისთვის ღვთისმშობელს არა აქვს პირველქმნელი ცოდვა, პეკატუმ ორიგინალი. ანუ ადამის მიერ რაც გადმოგვეცა ჩვენ ყველა მოკვდავ ხალხს, ადამის შემდგომ შთამომავლებს ღვთისმშობლის შემთხვევაში ხდება გამონაკლისი წინასწარ განსასრულობით ღმერთის პრედესტინაციით, ანუ იმიტომ რომ უნდა განკაცდეს ღვთისძე, ლოგოსი, გაითვალისწინა რომ ღვთისმშობელს არ უნდა ჰქონოდა პირველქმნელი ცოდვა, როგორც ჭურჭელი ღვთის განკაცების ასე. მართლმადიდებლურ მარიოლოგიაში განსხვავებული მოსაზრებაა. ღვთისმშობელს აქვს იგივე დაცემული ბუნება, მაგრამ პიროვნული ცოდვა არ ჩაუდენია. და ამაში განსხვავება არის. მეორე მხრივ ეს დოგმატი გვიან გაჩნდა კათოლიციზმშიც, მაგრამ განსხვავება ასეთი არის.
აქ ჩანს ადამიანის სოტერიოლოგიას, რაც შეეხება ცხონებას ადამიანის, უნივერსალიზმს აშკარად ემხრობა გოეთე, იმიტომ რომ ისეთი ადამიანიც კი როგორც არის ფაუსტი და რომელშიც კონკრეტულად ეს მონანიება არ ჩანს, თუმცა აი მეორე შეკითხვაზე გადავდივართ, რომ შეყოვნდი წამო, აი ამ შეყოვნებისას ხო არ იაზრებს ამ ყველაფერს, იქ არ არის ნათქვამი, მაგრამ აშკარად სიცოცხლის ბოლოს ააქვს ეს ამის აუცილებლობა. თუნდაც იცის რომ ამის გამო მოუწევს ჯოჯოხეთში ყოფნა, მაგრამ აძლევს თავის თავისუფლებას რომ შეყოვნდეს წამი და დაფიქრდეს თუნდაც იმ ქმედებით ცხოვრების წესზე, რომ ეს შეყოვნდი წამოც იყოს ამ ქმედებით ცხოვრების წესის კულმინაციური ნაწილი, რაც ესეც უნდა რომ იგემოს, აი ეს კაცი არის ფაუსტი. თუნდაც იმ ხელშეკრულების დარღვევის ფასად და შემდეგ შედეგების რო იწვნევს. მაინც ამბობს რომ ვიტყოდიო რომ შეყოვნდი წამო. აი აქ ხდება ალბათ მისი დაფიქრება, გააზრება და შემდეგ ხვედრი მისი რომ მეფისტოფელის გეგმების მიუხედავად ის 64-ში ამოყოფს თავს. ფაუსტი. მე მგონი თვითონაც არა აქვს ეს მოლოდინი რომ 64-ის ღირსია. ასე თქვა, ასე რომ რომელიმე რელიგიის დამთავრების საშუალებად გოეთეს ნაწარმოებს ვერ განვიხილავ, იმიტომ რომ ეს არ არის მიზანმიმართულად რაღაც წმინდანების პროტესტანტულ თქვენ რო თქვით ეკლესიას არ აღიარებს, ეს ასე არ არის, უბრალოდ პროტესტანტიზმს აქვს თავისი განმარტება ეკლესიის. რატო უარყო ლუთერმა იმდროინდელი ეკლესია? იმიტომ რომ ჩათვალა რომ ის იმ კათოლიკურ სტანდარტებსაც, რაც კათოლიკურ წმინდანები ასწავლიდნენ, არ აკმაყოფილებდა და გადაცილება ჰქონდა. ლუთერს საერთოდ არ უნდოდა ცალკე გამოსვლა. მას უნდოდა თეოლოგიური სტანდარტებით ცვლილება ეკლესიაში. ეს არ გამოუვიდა, იმიტომ რომ დაიბლოკა და შემდეგ თვითონ არც უფიქრია რომ ლუთერანიზმი დაეარსებინა. ტრიდენტის კრების მერე რომ ის შეაჩვენეს, ცალკე მიმდინარეობად გაჩნდა პროტესტანტიზმი. პროტესტანტიზმიც მრავალწახნაგოვანია ახლა. რაც შეეხება ლუთერს, კალვინს და ამ პროტესტანტიზმის მამებს, ისინი ძალიან ბევრს იყენებენ წმინდა მამებს და განსაკუთრებით კალვინის ინსტიტუცია შრომა შეჯერებულია წმინდა მამების მოხმობით და ციტატებით. ეს პირველი პროტესტანტები უარყოფენ არა, ისინი უარყოფენ და ის მშრალად მხოლოდ ადრეულ ეკლესიას არ ეფუძნება პროტესტანტიზმს. ეს მცდარი წარმოდგენაა პროტესტანტიზმს. თუ რომ ეს როგორ გითხრათ, ძალიან ფრაგმენტული ამბავია ხა. წმინდანებს არ აღიარებენ არა, წმინდანთა დას ისინი ცნობენ როგორც ქრისტეს ერთგულ ხალხს, უბრალოდ პროტესტანტიზმი არ აღიარებს წმინდანთა მეოხების აუცილებლობას ცხონების ასპექტში. მათთვის საკმარისია ქრისტეს მსხვერპლი მამის წინაშე გამოსყიდვისთვის. სოტერიოლოგიურ, ანუ მაცხონებელ ასპექტში არც ერთი ადამიანი არ მონაწილეობს სხვა ადამიანის გადარჩენაში როგორც პიროვნება. ეგრე არც კათოლიციზმში და არც მართლმადიდებლობაში მხსნელი არც ერთი წმინდანი არ არის და არც თანამხსნელი არის ღვთისმშობელიც კი, რომელსაც ჰიპერდულია აქვს მინიჭებული კათოლიციზმში, რას ნიშნავს? ყველა ქმნილებათა შორის უმაღლესი პატივი და მართლმადიდებლობაშიც ყველა ქმნილებაზე მაღლა დგას ღვთისმშობელი, ანგელოზებზე მაღლა დგას, ადამიანიც დგას ზოგადად ანგელოზებზე მაღლა, მაგრამ წმინდათა შორის ყველაზე მაღლა რატომ დგას? იმიტომ რომ მას ჰქონდა ღვთისმოსაობა, რომელთან ასე ვთქვათ თანამშრომლობითაც ღვთისძე განკაცდება. სინერგიით. აი ეს სიტყვა უნდა მეთქვა. ამიტომ ესე ცალსახად რო ვთქვათ ისინი წმინდანებს ესე არ აღიარებენ არა.
წმინდანების მეოხებითი ლოცვის აუცილებლობის დოგმაც არცნობს პროტესტანტიზმი, ისევ და ისევ რატომ კათოლიციზმი ლუთერის დროს ინდულგენციებით არის გადატვირთული, გადაცდენებია თუნდაც ამ სწავლებაში იმ სტანდარტებით, რაც ეკლესიას აქვს მართლმადიდებლურს და კათოლიციზმს, რომ ინდულგენციები იყო იქამდე დაყვანილი, რომ ნებისმიერი ცოდვის საფასურის გადახდა შეგეძლო ვერცხლით და ეს გააპროტესტა ლუთერმა. ის ვერ ხედავდა საღვთო წერილში წმინდანთა მეოხების ასპექტს და ამიტომაც ეს დოგმატი უარყო და არა წმინდანების წმინდა წესი, რომლითაც ისინი ქრისტეს ადიდებდნენ, ამას აღიარებდა. ამის მეოხებით აუცილებლობას ისეთი კითხვა დასვით, აი შეყომდი წამოკიდე გოეთესთვის. მე ხარ მინდა აქ დებატები დავიწყოთ პროტესტანტიზმზე და კათოლიციზმზე და მართლმადიდებლობაზე, ეს რელიგიის კურსის ფარგლებში უფრო გქონდა ამის საშუალება, მაგრამ აი მაგალითად თქვენ რო კითხოთ, მე რო ვილაპარაკო მართლმადიდებლობაზე, როგორც მინიმუმ უნდა მქონდეს საკითხული იოანე დამასკელის მართლმადიდებლური ზედმიწევნითი გარდამოცემა მართლმადიდებლობის შესახებ. რო ვილაპარაკო კათოლიციზმზე, როგორც მინიმუმ ავგუსტინე უნდა მქონდეს საკითხული. და კათოლიკური კატეხიზმი. რო ვილაპარაკო პროტესტანტიზმზე, როგორც მინიმუმ ლუთერის შრომები უნდა მქონდეს საკითხული და კალვინის ინსტიტუცია. და მათი მრწამსი რაც არსებობს, ხო? ამიტომ ეს ისეთი საკითხია, რომელიც ცოტა თეოლოგიურ საფეხურებრივ განხილვას მოითხოვს. გოეთეს ნაწარმოების საფუძველზე ვერ ვისაუბრებთ ვერც კათოლიციზმზე, ვერც მართლმადიდებლობაზე და ვერც პროტესტანტიზმზე და თლიანობაში ქრისტიანობაზეც, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, ეს არის მრავალწახნაგოვანი ნაწარმოები, რომელსაც არ აქვს დოგმატურ ქრისტიანული მიზანსწრაფვები. არამედ ეს არის მისი გააზრება, სოფხედველობა, რომელიც მან გადმოიტანა ამ შედევრში და მოგვცა. რაღაცებში შეიძლება დავეთანხმოთ, რაღაცებში არ უნდა დავეთანხმოთ, რაღაცებში დავეჭვდეთ, რაღაცებში პენლებიც დაურტყათ, გავაკრიტიკოთ. ლიტერატურული ტექსტი ამის საშუალებას იძლევა და ყველა გენიოს პირიქით გაუხარდებოდა, ვფიქრობ, რომ მას არ დაეთანხმოდა, გაბედო ეს არ დათანხმებაც. ასე მგონია, რა ვიცი. მადლობა, მე შეგეკითხებით თამარ დგებუაძე, თქვენი აზრით რატომ აღმოჩნდა 64-ში ფაუსტი? კი. ანუ რისი თქმა უნდა და ამით გოეთეს, აი რა გვაჩვენა, ანუ რა თუ იგივე შეკითხვა გაქვთ, შეიძლება თქვენც მერე გააგრძელოთ და უპასუხებ ორივეს მაშინ. თქვენ დაამთავრეთ კიდე თუ რამის დამატება. ეს მაინტერესებს, აი თქვენ. ბოლოს რა თქვით აი ვერ რისი ჩვენება უნდა და ამით გოეთეს და აი ხო, აი რომ დასხოთ მე შეიძლება მეორე კითხვაც მქონდეს. ხო, ანუ მეც იგივე შეკითხვა მქონდა, რომ რატო აღმოჩნდა 64-ში დოქტორ ფაუსტი და რეალურად, ანუ ახლა რაც მოვისმინე, რაც წავიკითხე, რეალურად ანუ ქრისტიანული საერთოდ პარადიგმიდან არ ხვდება. და რა პრინციპით ხვდება მაშინ? განმარტეთ ქრისტიანული პარადიგმა რა არის? ანუ ქრისტიანული პარადიგმა, რომ ანუ ქრისტიანული ცხოვრებით არ იცხოვრა, ხო? ანუ დასაწყისში იცხოვრა, მაგრამ შემდეგ ძალიან დიდი ცოდვები ჩაიდინა. იქ მოაწამლინა დედა, რაღაც ანუ ხო, ანუ რაღაც ბევრი ცოდვები ჩაიდინა და რეალურად ქრისტიანობა არის ის, რომ უნდა მოინანიო შემდეგ. კი, თქვა რომ ანუ შეჩერდი წამო, ხო? თუ ხო, შეყონდი წამო. გითხრა. ფიქრია გერმანული იცის და ვეთანხმები. შეყონდი წამო არის მან მოისაზრება მონანიება? კი, დაამატეთ. თუ იგივე კითხვა არის. მე ამ კუთხით არ ვსვამ აი ქრისტიანობის კუთხით, მე უბრალოდ მაინტერესებს აი
რამ იმ შეთანხმების დარღვევის გამო რატომ მოხდა ერისი ჩვენება უნდა და გოეთეს სამოთხეში რომ მოახვედენ. ჯერ ეს უკვე დამაფიქრებელია ჩემთვის, რომ ამ ხელაპიროვნებას მაინც კულმინაციაში სამოთხეში მოხვედრის ეტაპი თავისი გმირის განვითარების უმაღლეს მწვერვალად მიაჩნია და იქაც არ მთავრდება მისთვის. იმიტომ რომ გრეთხემს რო ხვდება იქ ხო მერე დანტეს ის რო ავიღოთ ღვთაებრივი კომედია ბეატრისი ხო აჩვენებს ამ ყველაფერს და იქაც გრძელდება რაღაც სიდიადე ხო ეს არ არის რაღაც უკვე ნებებისგან გამოცლილი მართალია ცხოვრების პროცესში გაახალგაზრდებული, მაგრამ საბოლოოდ დაბერებული, გაჩაჩანაკებული ფაუსტი თავის მსხვერპლს ნებას და სიყვარულს ერთდროულად გრეთხემს ხვდება და გრეთხემი იქაც კი ითხოვს მისთვის შეწყალებას, ნახეთ. აი ეგ მომენტი ცოტა მინდა განვავრცო და გიპასუხებთ აუცილებლად, ნახეთ. დიდი გენიოსი მწერლების ყველასი, ვინც კიდე დაასახელეთ. გურამს უთქვამს ხშირად და ბევრი, ვინც ლიტერატურასთან მუშაობს, ამბობს და ვეთანხმები, რომ კითხულობთ დიდ მწერალს. ის არ იტყვე ხაშ, რა იქნებოდა გოეთესთვის პრობლემა, რომ დაეწერა აი ამ მიზეზის გამო, გაელექსა რომ მოხდა ფაუსტი სამოთხესაშინა ან რაღაც თვითონ როგორც შჩვევია თავისი გენიალურობით ფილოსოფიური აზრით ჩაედო და გაელექსა კიდეც. არაფერი პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ნახეთ ლიტერატურაში არის ესეთი რაღაცა, მკითხველი როგორც ინტერპრეტატორი, reader response criticism. ანუ შენ როცა კითხულობს შენ გიტოვებს უფლებას, რომ დასკვნები გააკეთო, თუნდაც შეცდე. არ გვაძლევს კონკრეტულ პასუხს. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით. ეს არის კონკრეტულად ჩემი პირადი აზრი და არა მე ამას ვერ ვიტყვი, რომ გოეთე ამას გულისხმობდა. ჩემი აზრით გოეთე გულისხმობდა ამას, ჩემი აზრით, ასე ვიტყვი. რომ გულწრფელობის შეფასების ნამდვილი საზომი გააჩნია ღმერთს და არა ადამიანს. ქრისტემ თქვა ესეთი სიტყვები უთხრა ფარისევლებს. გარეგნულად კი ნუგან განსჯითო ანამეთო სამართლიანად განსაჯეთო და ყველაზე დიდი კონფლიქტი ქრისტეს აქვს რელიგიურად მოწესრიგებულ ხალხთან. რომელიც არ მრუშობენ, არ წოდავენ, კვირაში ორჯერ მარხულობენ და მებაჟეს რო ხედავენ ტაძარში, არა ვარ როგორც ეს მებაჟე ამბობენ, სექსუალურად ჩაცმულ გოგონას ან ბიჭუნას ვინც შემოვა და მათ სტანდარტებში რელიგიურ პიროვნების სტანდარტებში სხვა განკითხვით მიუდგებიან. მე არ ვამბობ რომ მორწმუნე ადამიანში გამოსწორება არ უნდა მოხდეს, მაგრამ მდგომარეობითი შეფასება, აი შეყოვნდი წამორო თქვა, ხო? და რა მოხდა ფაუსტში. საერთო ჯამში ჩემ აზრს ვამბობ, რა თქმა უნდა, კაცო. ღმერთის წყალობა და სიყვარული ჩიკოტილოს ლაშაბართიას და არა აქვს მნიშვნელობა, ვინც კიდე და ნიკანდროქილია ვთქვათ, პირობითად რომელიმე პერსონაჟი ავიღოთ. პიოტრ ვერხოვენსკი ავიღოთ ეშმაკნიდან, უსაზიზღრესი პერსონაჟი, ხო? ან დოსტოევსკის კიდე იმ ძმები კარამაზოვიდან ისა გენერალი, რომელიც ძაღლებს მიუსევს ბავშვს, რომ დააგლეჯინებს. მათთვისაც ემეტება ღმერთს სამოთხე. პირველნი იქნებიან უკანასკნელნი და უკანასკნელნი პირველნი, ქრისტეს სიტყვებია. ნახეთ? ნახეთ რა მომენტია. ყველაზე საზიზღარი მდგომარეობა. ეს ხოდა არას თემა არ არის, ამიტომ ესე ვერ გაგცემთ ფრაზით პასუხს. შემიძლია, მაგრამ ძალიან ტრაფარეტული ვიქნები.
ყველაზე საზიზღარი მდგომარეობა, რაც მორწმუნეს და რელიგიურ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თავისი მდგომარეობით კვეხნა და სხვაზე უკეთესად დაყენება საკუთარი თავის. ეს წმინდა მამების ასკეზაში წითელ ხაზად არის ეს თემა. ძალიან დიდი აზრი დევს ამაში რა. ოქროპირი ამბობს, გაგიკვირდებათო თქვენ რომ მოხდითო სამოთხეშიო და გაგიკვირდებათო რომ ნახავთ ვინ მოხდა კიდე სამოთხეშიო. ჩიკოტილო რო ნახოთ სამოთხეში. რომელმაც გააუპატიურა რამ 50-მდე ბავშვი, შეჭამა, რა ვიცი, რა აღარ გააკეთა, რამდენია ეგეთი მანიაკი, აი მისთვისაც ემეტება ღმერთს სამოთხე. ითვალისწინებს თურმე ყოველი ადამიანის მდგომარეობას და გელი და კრავი ერთად მოძოვსო და რანაირად ანუ გელი კრავს ჭამს, ხო? ნახეთ. ეხლა დავით მეფსალმუნე და ურია ხეთელი სამოთხეში. ცოლი წაართო, რეები გაუკეთა, აი რაზე ილაპარაკებენ, მაგრამ აი ეგ სამოთხე ის ადგილია, სადაც ადამიანური ვნებების კატეგორიებში კი აღარ ხდება განხილვა. არამედ ღმერთი თვითონ საზღვრავს ვინ არის წრფელი. მე ვფიქრობ იმ სიწრფელის სულისკვეთების გამო და რომ ალბათ შეყონდი წამოში არსებობს რაღაცა მონანიების ასპექტი, რაც შეიძლება ჩვენ ჩავაქსოვოთ. მოხდა ეს კაცი. თქვენ რა თქვით, რომ გოეთეს უნდა და საზოგადოების გარდაქმნა, ხო? თუ რაღაც არა, ფაუსტს უნდა. ფაუსტს უნდა და საზოგადოების გარდაქმნა უკეთესობისკენ, ხო? ნუ ალბათ თუ აი რისკენ უნდა და გარდაქმნა. ამ თავისი გამოცდილებით ხო მიიღო ამდენი რეტოროშიც იმოგზაურა ყველაფერი იგემა და ქმედითობით განხილვა. ეხა ქმნის სამყაროს რომ ადამიანს მიეცეს საშუალება ქმედითი გახდეს ყველაფერში, რაც წრფელი იყოს. მაგრამ ამითაც არ არის კმაყოფილი ჩანს იქ. ისე ვამბობ, აი ნახეთ, ამას გაწერილად არ გვაძლევს გოეთე, იმიტომ რომ გენიოსია. შენ უნდა წაიკითხო ეს ტექსტი. შენც გაგრძელება ხარ ამ ტექსტის. როგორც განმარტებელი. მის რომ თითქოს დავიჯეროს სამყაროს ხო ნებისმიერი დიდი დიადი ნაწარმოები. ხო და აი მან ცოტა იცით რა მართება? რა წავიკითხე და მესმის რომ თვითონ სამყარო კარგი არის და აი ნუ რაღაცა სიკეთე აი ძალიან ტრივიალურად რო თქვა იმარჯვებს, მაგრამ იმარჯვებს კი იქნებ გვატყუებენ საბოლოო ჯამში. ბერდიაევს აქვს ესეთი ფილოსოფოსი იყო, აი ოსტატი და მარგარიტაში ვიტყვი მაგას, მაგრამ მაგ ციტატას, მაგრამ ეხა პარაფრაზს გეტყვით. აი ბოროტებით როა დახონძლული ეს სამყარო ხო თან ხვდებით. ყოველდღიურობაშიც და ისედაც. ამ ბოროტ სამყაროში კეთილ ადამიანებს რო ხედავთ, ნიშნავს რომ მაინც სიკეთე არსებობს. და რახან ესეთი გენიოსები კულმინაციურად სიკეთის ტრიუმფს გვაჩვენებენ და წიგნთა წიგნი ჩემი აზრით მე მიმაჩნია რომ ბიბლია არის წიგნთა წიგნი გამოცხადების წიგნში კულმინაციაში სიკეთე და სიწრფელე იმარჯვებს ქრისტეს სახელით და ღმერთის სახელით ვფიქრობ რომ ბოროტს აძლია კეთილმან, ამით არსება მისი გრძელია ნამდვილად ასე უნდა იყოს, როგორც დიდმა გენიოსმა თქვა. რა ვიცი. ის აი დასაწყისში რო არის მეფისტოფელის და ღმერთის დიალოგი რო არის დასაწყისში ხო არ არის ეს იობის წიგნიდან გავლენა ანუ იქაც ხო არის იმიტომ რომ გამოცდა რომ ჩაუტარონ იობს და ამ შემთხვევაში დოქტორ ფაუსტს რაღაცნაირი გავლენა იობიც ნახსენებია მეორე ნაწილში სხვათა შორის მეფისტოფელი გვაწოდებს თავს იობი ვითო აიო დავით ჩაგრეო და რაღაც ბევრი ვინც გოეთეზე წერს ამბობს რომ კი ალუზია არის იობის წიგნზე ეგ შესავალი ზეცაში პროლოგი
იობის ციგზე ალუზია არის. ხო, იმიტომ რომ მე რო წავიკითხე ქვიმეს მე მგონი ლექციაშიც. უბრალოდ შეიძლება გამოგრჩათ. მე ვფიქრობ რომ კი ეს გოეთემ ზედმიწევნით იცოდა ბიბლია და არა მხოლოდ ბიბლია, თუ რაიმე ფილოსოფიური არსებობდა მიმდინარეობა იქამდეც ანტიკური თავისთავად და შემდგომიც საერთოდ ყველაფრის საქმის კურსია სამეცნიერო სფეროშიც რაც ხდება. ამიტომ ძალიან დიდ კომპეტენტურ ადამიანთან გვაქვს საქმე და არა მხოლოდ კომპეტენტურ, გენიოსთან გვაქვს საქმე. კი, ბიოგრაფიულიც არის. ფაუსტი მე ვფიქრობ თვითონაა. და არა მხოლოდ შეიძლება მეფისტოფელის თვითონაა სხვადასხვა ეტაპებზე ცხოვრების. ესეც ჩემი მოგონილი არ არის, ეს მიდგომა. ბიოგრაფიული საერთოდ წერალი ხო თავის თავს დებს ყველა პერსონაჟი. ეს შავთეთრი პიროვნება არ არსებობს. ყველაში არის დოსტოევსკიც ეგრე არ არის, ეს კარამაზოვი თავიდან მამას გავს დოსტოევსკი, მერე ის შვილებიც რო არის, ისიც მისი ცხოვრების ეტაპებია და განპიროვნებულობა ხდება მისი ცხოვრების ეტაპების. შეიძლება ბოლომდე ის არ არის, მაგრამ თუნდაც მარგარიტა ავიღოთ ბულგაკოვთან ეს ფიქრობ მე კრებითი პიროვნებაა. იქ თავის დედის ხასიათებიც არის, ყველა ქალბატონის ვისთანაც ქონდა ურთიერთობა, შეკრიბა და მარგარიტა შექმნა, არც ბოლომდე ბოროტი, არც ბოლომდე კეთილი, აი რა ვიცი, აი კრებითი პიროვნები, პერსონაჟები, ბიოგრაფიული ასპექტი ვფიქრობ, განსაკუთრებით ყველა გენიოსის ნაშრომში დევს და ეხლა მე არ ვარ სპეციალისტი, აგერ გურამ მაიცის წერითი თერაპიის ასპექტი რო არის, როცა ამით აკეთებენ, იქაც ხო ჩანს პიროვნების ხელწერა, ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური და სოფხედველური და ყველანაირი თუ რაღაცა გვეტყვის გურამი ამის შესახებაც. ხო არ გააკეთებ გურამ ამაზე კომენტარს, აი ეს წერალი როგორც ბიოგრაფიული ასპექტია. ანუ შესაძლებელია რომ აბსოლუტურად დაცლილი იყოს მწერალი ამისგან. არა. აი შენ როგორც ფსიქოლოგი მაინტერესებს როგორ გაშლი მაგას. ხო არა, ნუ მთელი კონცეფცია ამ თერაპიის მაგაზია, რომ შენ ნაწილს პოულობ იქ. ეხლა ზუსტად გუში ვფიქრობდი, ეხლა კი არ მინდა რაღაც დავაბრალოთ დას, მაგრამ გადავმოთ გამახსენდა სცენა მინდა რა ქვია, თეთრი ბაირაღებიდან და ის კაცი რო არის, რა ქვია, კაცო. პროფესორი რო არის, შემ ისიდორე. ისიდორე, ხო. ეს არის ჩემი აზრით თვითონ დუმბაძე. აი ხო უცნაურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ პოვნა პერსონაჟში წერილის ეგ არის ყველაზე რთული ამბავი, მაგრამ შესაძლებელია. ეგ არის ტექნიკა, ასე ვთქვათ რა, როგორ შეგიძლია სად იპოვო შენ წერალი. აი ხა მე რო ჩვენ რო კურსი ქონდა ესმას კურსი, მაგიტო კიდე განსაკუთრებით საინტერესო იყო წერილის ასე ვთქვათ გაშიშვლებული ბიოგრაფიები ქონდა აქ, აი ყველაზე ინტიმური და დაფარული რაც გარეთ არ არის ცნობილი, ხელნაწერების მიხედვით, ხო? წერილების და რაღაცების მიხედვით. და როცა მე ვადარებდი იმავე წერილის ტექსტებს, ფაქტობრივად ზუსტად იმ სქემით პოულობ ავტორს, როგორი სქემითაც მე ხვდები ხოლმე რა. ოღონდ ეს ძალიან უცნაურია, ნახე, არ არის აუცილებელი სქესი დაემთხვეს, არ არის აუცილებელი თავარი პერსონაჟი დაემთხვეს, არ არის აუცილებელი პირდაპირი სურვილი დაემთხვეს. მაგალითად, აი მაგალითისთვის რო გითხრა, სურვილი რომ მოკლა мама, შეიძლება ტექსტში ტრანსფორმირდეს რომ მოგკლას мама. მიხვდი? პირიქით ანუ. პირიქით, კი, პირიქით. ოღონდ შენ უნდა მიხვდე მანდ რა. ან პირდაპირი გაგებით ესე არ არის რომ ანუ მე მინდა თუ პირობითად მოვკლა мама და ტექსტშიც უნდა მოვკლა мама. ვის არ სურს მამის სიკვდილი, ხო? ხო, ნუ ყაზბეგის ამბავი, ეხლა ყაზბეგის ნაწარმოებებში თუ თვალს მიადევნებ მამის მკვლელობის და მამისგან შვილის მკვლელობის თემა მუდმივად მუსირებს, მუდმივად. პირდაპირ ტექსტებიც აქვს, მამის მკვლელი, სხვადასხვა ნაწარმოებებში ეს თემას უტრიალებს.
და ყაზბეგის ბიოგრაფიიდან ჩვენ მოვისმინეთ ეს ფაქტი, საინტერესო, რომ მამამისის და პაპამისის საფლავზე ძაღლი დააკლა. მივიდა ძაღლი დაკლა, ანუ ძაღლის დაკლა თაში რას ნიშნავს? ძაღლ იყოს შენი მკვდრისადა, ხო? ანუ ესე იგი ძაღლი მოგაკვდა სულში. ეხლა ეს წარმოიდგინე შენ ამისი ორივე საფლავზე. ხო, ნუ გვერდი იყვნენ რა, ეხლა საქართველოს ხო ეგრეა ხოლმე. ძაღლი დაკლა. ხო, და ეხლა ეს ნახე როგორი თემა წერა თავისთავად თვითონ არის თერაპიული ძალიან რა. ამიტომ აი ამ პროცესს ანუ ამას ჩვენივე ორგანიზმი თვით განკურნებას ახერხებს წერით. და ეგ არის საოცარი ტექნიკა, საოცარი ამბავია და მე სულ მაგას ვამბობ ხოლმე რომ ციხეში მაგალითად პატიმრების რეაბილიტაცია უნდა დაიწყო წერის პროცესით. ჯერ უნდა აწერინო, მე სპეციალისტი თუ იმუშავებს, ამ წერის პროცესის გავლის შემდეგ უნდა გამოუშვა იქიდან. თორე ის გამოვა და ისევ იგივე ამბავში შეტრიალდა. ანუ სუბლიმაციის თემა. ხატვასთან დაკავშირებით იგივეს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ხატვა ემოციურ ნაწილს არეგულირებს, მაგრამ აზრობრივ ნაწილთან ყველაზე კარგად მუშაობს წერა. ანუ კოგნიტიურზე. ხო, მუსიკა მუშაობს ემოციურ რეგულაციაზე, ხატვა ძალიან მაგარია მაგ თვალსაზრისით, მაგრამ ფიქრის, გრძელი ფიქრის დაჭერა ჩვენ არ შეგვიძლია. ადამიანს არ შეუძლია მაგალითად 11 წუთი გამუდმებით კონცენტრირებულად ერთსა და იმავე რაღაცაზე იფიქროს. ეს მხოლოდ წერის პროცესშია შესაძლებელი. ჩვენ რამდენიმე წამი შეგვიძლია კონცენტრირებულად ეხა ერთადერთი ღრმა მედიტაციისა და ლოცვის პროცესშია შესაძლებელი რომ ადამიანმა პირობითად თქვა 2 წუთი კონცენტრირებულად რაღაცაზე იფიქროს. ამის მიღწევა ძალიან რთულია. სულ მე მგონი არის რაღაცა 17 წამია თუ რაღაცა. როცა ესე მუდმივად ფიქრობ ერთ რაღაცაზე. წერის პროცესში ზუსტად ეგ არის რომ ფიქრს იჭერ და სიმულაციურად მიყვები ამ ამბავს. ეს ერთი მე დალაგებულია შენ ახლა რა თემაზეც არ უნდა ფიქრობდე ხო დახტის აზრი გადადიხარ გადმოდიხარ რაღაცა მე მქონი ეგეთ შემთხვევა რომ რაღაც თემაზე კონცენტრირებულად ფიქრობდი და იმ პროცესში სახს ვაშენებდი და ცემენტი მახსენდებოდა მიწა რაღაც გავგიჟდი ანუ აბსოლუტურად სხვა რაღაცა ეკლესია შევესწარი ერთხელ რომ მღვდელი მოხედენ დაიძახა და მე უცბად ხმა ისმის და 12 პაჭკა ცემენტი მოიტანე და რაღაცას დაურეკა რომ ანუ ის ჩართული იყო აპრო რაღაც საშენებდა სამრეკლოს თვალს და ანუ ეგ თემა მივხვდი რომ ხო აი ეს კიდე რომ თქვა ყაზბეგის აი წერდა ეს თემა არსებობდა მაშინ მაგრამ იმას საიდან რატო იყო აი საიდან მოდიოდა და რა ტრაუმა იყო რა იყო ეს საიდან პროცესი მამის და შვილის შორის ესეთი არა ეგ ცალკე ამბავია კაცო ეხა მაგას ჭირდება ვერ დავიჭერებ ყაზბეგის არა მაშინ ყაზბეგი უნდა დაждდეს აქ და ველაპარაკო და დავაწერინოთ თორე ისე საიდან იყო მაგას ვერ გაიგებ ვიხდი მაგას ისე ვერ გაიგებ ანუ ძალიან ტრამირებულია ფაქტია და ვისვადოს ფინალდა ცხოვრების პირად ტრაგედიებად სხვათა შორის ყაზბეგის კიდევ უფრო მეტ რამეს გეტყვი, უფრო საინტერესო შეიძლება იყოს ის, რომ ყაზბეგი დაამთავრა სიცოცხლე ფსიქიატრიულ კლინიკაში. ფსიქიატრიულში მოხვედრა, ეს არის როგორც ციხეში მოხვედრა, სიმულაციური სიკვდილი, მე ესე ვეძახი ხოლმე რა. სიმულაციური სიკვდილი ადამიანს ჭირდება იმისთვის, რომ საბოლოოდ დააღწიოს თავი ამ მშობლის, ну, ან რაღაცა ტიპის ტრავმას. იმიტომ რომ ის ტრავმა იმდენად მომაკვდინებელია მისთვის, რომ სხვანაირად ან უბრალოდ ვეღარ უძლებს და მისთვის უკეთესია, რომ აი ესეთ სიმულაციურ სიკვდილში აღმოჩნდეს, ანუ აღმოჩნდეს ციხეში, აღმოჩნდეს ფსიქიატრიულში და ცოტა რთულ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ იმედია გაიგებთ, აღმოჩნდეს მონასტერში. ესეც იგივე ხაზია, რო იცოდეთ. არა, ну ეგეც ერთ-ერთი ამბავია. ო ვერ წავა კიდევ ერთი კითხვა თუ არ დავს. ვიც ერთ კიდევ. კი, აი ახლა მას ჩავა. ნუ დაჩა. ანუ მოქმედებასთან დაკავშირებით, ხო? ანუ თავარი ხაზი იყო, რომ ანუ პირველად იყო ქმედება. ანუ ამასთან დაკავშირებით, რომ ქმედება გასაგებია, თუმცა ესე ზოგადად რო განვიხილოთ ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია რა მიზანს ემსახურება ქმედება, ხო? შეიძლება ანუ ქმედება იყოს მავნებელი სხვა ადამიანებისთვის და ანუ სიკეთის მომტანი და შეიძლება იყოს ბოროტების მომტანი.
და უბრალოდ ეს კითხვაც მიჭირს ესე ფორმულირება, რო თქვა რომ შეყომდი წამო. ანუ მაგაზე ხო არ დაფიქრდა რომ მარტო ქმედება არ არის ანუ მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ განსაზღვრელი არის ასევე ინტენციაც და განსაზღვრელი არის რა მიმართულებით მიდის ეს ქმედება. ყველაფრის საშუალებას იძლევა იქ ფრაზა. აი წერანას თუ არ გვიკონკრეტებს გენიოსი რა შეიძლება ჩატარდეს. ზუსტად ეგ არის შედევრის ხელწერა, რომ ერთი ქვეპუნქტებს ესე სადოქტორო ნაშრომებით არ არის ან რაღაც კვლევა. ეს არის სოფხედველობის გადმოტანა, პერსონიფიკაცია პერსონაჟებში და თქვენ შეგიძლიათ ეგ დასკვნა გააკეთოთ, მე შემიძლია ეს დასკვნა გავაკეთო. შავ-თეთრად ნამდვილად არ უყურებს, იმიტომ რომ თავდაპირველად იყო ქმედება ესე რომ თარგმნის იოანეს ერთის ერთს, ნიშნავს რომ ადამიანის შემთხვევაში ფაუსტს ურჩევნია შეცდე ქმედებაში, ვიდრე მთელი ცხოვრება შიში და უმოქმედობაში და ჩაკეტილობაში იყო. ქმედითი გვერდითი მოვლენების ატანა უფრო ურჩევნია ფაუსტს, ვიდრე გაურკვევლობაში და უქმედითობაში, უმოქმედობაში ყოფნა. ეს ჩემი შეხედულება ისევ და ისევ ამბობ. რატომ არის ეს მთავარი სოფხედველობის წარმომჩენელი ამ ნაწარმოების? იმიტომ რომ მას უდევს ბიბლიის ტექსტი, თანაც ყველაზე ღვთისმეტყველური ტექსტი მთლიან ბიბლიაში. თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. დედანში ღმერთი იყო სიტყვა. და მერე მე-14 მოხში იოანეს სახარებაში წერია რომ და სიტყვა იქმნა ხორცი, ანუ განკაცდა. ღვთისძე ლოგოსი განკაცდა. ამ ტექსტის თავისებურ ინტერპრეტაციაზე აგებს ცხოვრების წესს. გესმით? ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ეგ პასაჟი არის საკვანძო ადგილი, რომლითაც ეს ნაწარმოები გაიგება. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი პირადი შეხედულება. მადლობა. აუთავოთ.